Τώρα და აქ რასაც აჩვენებენ ეს სინამდვილესთან ახლოს არ არის. როდესაც ჩემი მეგობრები, ჩემს სამეგობროს გარეთ, ანუ Facebook მეგობრებს გარეთ, ვინმე დებს თავისთან მილიონებზე ადის რამდენიმე გადაცემა, რომელიც მილიონ-ნახევარზე ავიდა. აქ ჩვენთან კი ხედავთ როგორი მდგომარეობა, ну აშკარაა რასთანაც გვაქვს საქმე, ვისთანაც ბრძოლა ადვილია იმათთან ბრძოლაში არიან, ანუ რეალურად რო ვთქვათ ხელისუფლებებს და არა მარტო ამ ხელისუფლებას, წინა ხელისუფლებებსაც ასეთი წესი ჰქონდათ დესტრუქციულთან ბრძოლა გაცილებით მეტად აწყობდათ, ვიდრე კონსტრუქციულთან თანამშრომლობა. კონსტრუქციულთან თანამშრომლობის დროს ვერაფერს ვერ გამოჩნდებიან თვითონ, იმიტომ მათ კონსტრუქციულად არ შეუძლიათ, ისინი არიან აგრესიულები, აგრესიაზე ორიენტირებული და ამიტომ კონსტრუქციულის იგნორირება ხდება, ხოლო დესტრუქციულთან ბრძოლა. აი ახლა დღეს მომწერეს აგერო თქვენ რას ამბობთ იმასთან დაკავშირებით, რომ გუბასანიკიძეს გამოუცხადებია, რომ თუ სასწრაფოდ არ ესე იგი ქვეყნის გადარჩენ ხსნის კომიტეტს არ შექმნით, ყველას დაგიჭერენო. აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს გუბასანიკიძის ეს მოწოდება არის ხელისუფლების მხარდაჭერა. რაც უფრო რადიკალური გახდება ოპოზიცია, მით უფრო ავტორიტეტს იხვეჭს ხელისუფლება. იმიტომ რომ ოპოზიციაში ავტორიტეტები არ არიან, ხო და აი ამ დროს ისეთი ავტორიტეტული ორგანო, როგორიც არის, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ, თუნდაც ინტელიგენცია ან მეცნიერთა კონგრესი, ყველაფერი არის იგნორირებული. პარტიებმა ვერ გააცნობიერეს ელემენტარული, რომ არ არის პარტიების დრო დღეს საქართველოში. არც ხელისუფლებაში, ვინც არის იმათი დროა, არც ოპოზიციაში. მე თვითონ პარტიის თავმჯდომარე ვარ და ვამბობ, რომ პარტიების დრო არ არის, რომ პარტიებს გარეთ გაცილებით საინტერესო ხალხია ქვეყნისთვის, ვიდრე პარტიებში, რომ პარტიებში არის ზნეობის დეფიციტი და ზნეობრივ ადამიანებში პარტიების მიუღებლობა. ამან გამოიწვია სწორედ ბრძოლა ინტელიგენციის წინააღმდეგ, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ამიტომ პოლიტიკოსი, რომელსაც ესმის დღეს, თუ ის თვითონ პოლიტიკოსია და რომელსაც მართლაც უნდა რომ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალოს, მან მხარი უნდა დაუჭიროს არა ესე იგი ქუჩის აქციებს, არა ვთქვათ იმას რომ აგრესიული გახადონ და ესე იგი ვთქვათ აი ამ შემთხვევაში ქუჩაში გადავიდეს პროცესები, არამედ მხარი უნდა დაუჭირონ სრულიად სხვა პროცესს და ეს არის ის, რასაც ქვია ეროვნული თანხმობის პარლამენტი, ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა, რომელიც მეცნიერთა კონგრესშია დამუშავებული და რომელიც ძალიან აშინებს ხელისუფლებას, რომ ის გაცნობიერდეს ხალხში და ოპოზიციაში. ოპოზიციას არ აწყობს ეროვნული თანხმობის ხელისუფლების ესე იგი ის იდეა, რომელიც მეცნიერებმა შეიმუშავეს, არ აწყობს, იმიტომ რომ გვეუბნებიან, კი კარგია ყველაფერი, მაგრამ მერე ჩვენ რა. ჩვენ ვლაპარაკობთ არა იმაზე ჩვენ რა, არამედ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე ქვეყანას რა და ხალხს რა. აი ამიტომ პარტიებმა მოიყვანეს ამ მდგომარეობამდე. პარტიებს გონიათ, რომ პარტიული ბრძოლა ამ ქვეყნისთვის მთავარი. საქართველოს სხვა რამეა, სხვა განზომილება, სხვა ფილოსოფია, სხვა განწყობა, სხვა ისტორია და სხვა მომავალია. საქართველო დღეს ამ მდგომარეობაში არის სწორედ პარტიების ბრძოლით და პარტიების დაპირისპირებით. პარტიები, რომლებიც ამას ვერ აცნობიერებენ, ისინი თავისთავად ებრძვიან საქართველოს. ამ დღეებში მე მოვისმინე ერთი რამ, რომ რამდენიმე ქართველი უცხოური ტელევიზიები უფრო გადმოცემენ ვიდრე ჩვენთან. მე არც ვიცი, დღეს ვნახე ეს პირველად და ძალიან როდესაც მკვლელის ოჯახთან მივიდნენ, ესე მოკლულის ოჯახთან მივიდნენ მკვლელის ახლობლები, რამდენიმე ათეული ადამიანი და დაიჩოქეს. და გამოვიდნენ იქედან ადამიანები, აი და რაღაც არნახული ესე იგი შედგა საუბარიც და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და აი ხო ხედავ რა გააკეთა ქმედებამ, სწორმა მკვლელის ახლობლები მივიდნენ მსხვერპლი ვინც იყო ან მოკლულის ოჯახთან და დაიჩოქეს. ესაა საქართველო. ესაა ქართული განწყობა, როდესაც საქართველოში სწორ გზას ირჩევენ, იმ წუთშივე დაპირისპირებული მხარეები საერთო ენას პოულობენ. საქართველოში ხელისუფლებაში მყოფი პარტიები არა მარტო დღეს,
ხელისუფლებაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ხელისუფლებაში მყოფი პარტიები და ოპოზიციაში მყოფი პარტიები არიან ბიოლოგიური სიძულვილით დანასისხლით ერთმანეთთან და მოიყვანეს ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, ანუ რა მდგომარეობამდე, დიდარ ქვეყანაში ცხოვრობთ ღარიბად, რომ ქვეყანაში მთავარი გახდა ბრძოლა არსებობისთვის, მაშინ როდესაც ინტელექტით სავსე ქვეყანაში ბრძოლა უნდა იყოს ამ ინტელექტის რეალიზაციისათვის, რომ ქვეყანაში სადაც ასეთი სიმდიდრეა და ეს სიმდიდრე არის მიწა, წყალი, ჰაერი, სითბო, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენი ბუნებრივი რესურსები, ჩვენი ხალხი და ჩვენი ესე იგი ინტელექტი, ანუ ესე იგი ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, აი ეს არის უდიდესი რამ და ამის ამის როგორც იტყვიან, აი ამას კლავენ პარტიები ბრძოლით ერთმანეთთან. ანუ ის რვა უსასრულობას ნიშნავს, უსასრულო ძლიერი ქვეყანაა საქართველო. და აი ამ ეს რვიანი მიწა, წყალი, ჰაერი, სითბო, ბუნებრივი რესურსები, ადამიანური რესურსები, ინტელექტუალური პოტენციალი და გეოგრაფიული პოტენციალი. ეს რვა არის უნიკალური რამ. და ნაცვლად იმისა, რომ პარტიები დავსხდეთ და ვთქვათ, რომ მოდით მეცნიერები, ინტელიგენცია, მოაზროვნე ადამიანები, ჩვენი ქვეყნის გარეთ გასული ვინც არის საზოგადოების ოქროს ფონდია დღეს ქვეყნისთვის, ჩვენგან წასული, ანუ ვინც ემიგრანტები არიან და ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ამ ერთობას შეუძლია სასწაული მიცეს ქვეყანას. ჩვენ ამის სასწაული რომ მივცეთ, ამაზე კი არ ვფიქრობ. მე როგორ მოვიპოვო თანამდებობა, მე როგორ მივიდე სკამზე, მე როგორ ჩავიდო ძალაუფლება ხელში, მე როგორ გამდიდრდე, როგორ გავამდიდრო ჩემი ახლობლები, ოჯახი და ასე შემდგომ. ვერ გამოვალთ ბატონებო ჩვენ ცალ-ცალკე ამ მდგომარეობიდან. ეს კურსი არის დამღუპველი კურსი. ამიტომ იყო რომ შეთავაზა მეცნიერთა კონგრესმა ეროვნული თანხმობის იდეოლოგია, ეროვნული თანხმობის კონცეფცია, რომელიც ყველა ტელევიზიამ დაგმო როგორ საერთოდ ნეტავი ვინმეს წინააღმდეგობა გაეწია და ეთქვა არ ვარ გავო. ამას ვერ ამბობენ, მაგრამ არ გაძლევენ საშუალებას რომ გამოიტანო და აი მივდივართ ხალხში ახლა დღევანდელი სათაურიც ესეთია ხალხში რო გავედით და აბსოლუტურად კურსში არ არის არავინ იმის თაობაზე რომ თქვათ რას ნიშნავს ეს ეროვნული თანხმობის ხელისუფლება, რას ნიშნავს ეს კონცეფცია, როგორ უნდა შევარჩიოთ ხალხი, როგორი ხალხი უნდა შეირჩეს დღეს ხელისუფლებისთვის, რომ პარტიული ხალხი პაშს უკრავს, როცა ვეუბნებით იმას, რომ მაგრამ როცა ტელევიზიით გადაღებას იწყებთ, თუნდაც იმ წუთში ვეჩერდებიან, იმიტომ რომ ყველა გეუბნება, არ გვინდა ეს ჩაწერა, არ გვინდა არაფერი, რატო? იმიტომ რომ ყველას ეშინია, ამბობენ იმას, რომ იქ სოფლის გამგებელი, დამსმენი ყავს, ხევი არიან შემოსულები. ეს ქვეყანა აღმოჩნდა უკვე ისეთ მდგომარეობაში, რომ თუ დიდი კონსოლიდაცია არ მოხდა, ამას ვერ დავძლებთ ჩვენ. ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლით ამას ვერ დავძლებთ. და აი ამიტომ მე ძალიან კარგად მესმის, აი როდესაც არის საუბარი, როდესაც ხალხი გვეუბნება იმას, რომ ასე იგი ბევრმა ვინც ნახა გადაცემა, ან რასაც ვესაუბრები და ეროვნულ სახელმწიფოების დოქტრინას, კონცეფციას ვოვაწყობთ, ხალხი ამბობს, გადასარევია, კარგია, ყველაფერი შეკითხვებზე მე პასუხებს ვოვაზრდებთ, მაგრამ გვეუბნებიან ერთ რამეს, რომ ყველაფერი დაიწყეთ იმით, რომ ინტელიგენცია გამოიყვანეთ ხელისუფლების ფარველობიდან, ხელისუფლების ბატონობიდან, ხელისუფლების მონობიდან. აი ამას გეუბნებიან. და მე ისეთი სიტყვები მესმის, ისეთ ცნობილ პიროვნებებზე, მეცნიერებზე, სპორტსმენებზე, მოღვაწეებზე, რომ აი ადამიანურად განვიცდი ამას ყველაფერს და არც გვარები მინდა დავასახელო, ვიზეც გველაპარაკებიან. და არც არაფერი დღეს არ მინდა იმის ყველა არა მარტო იქ რო წავედი, არამედ აი აგერ ვთქვათ ვიყავი დღეს საერთაშორისო ფესტივალი დამთავრდა მწერალთა, ვიყავი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, ძალიან კარგი შემადგენლობა, ძალიან კარგი ხალხი, თითქოს ყველაფერი ძალიან კარგად ორგანიზებული, მაგრამ 2-3 კაცი ადგა და გავიდა გარეთ. რატომ? ესე იგი, როგორც კი მწერალთა კავშირის ხელმძღვანელებმა დაიწყო იქ მისული პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის ქება და ითქვა იმას, რომ აი მონებთან არ მინდა ვიყო, გავიდა გარეთ, წავიდა. აი ხო ხედავთ როგორი განწყობაა, როგორი მდგომარეობაა. აი ამიტომ ყველა გეუბნება იმას, რომ აი აგერ
მწერლებში რაც მოხდა რაიონში ხვდებით ადამიანებს გვეუბნებიან თქვენ იმ მწერლების იმედი გაქვთ თურმე რას აკეთებენ ტელევიზიამ რო გადაცა ზოგი გეუბნება ამ მეცნიერების იმედი გაქვთ და ასახელებენ მთელ რიგ ორგანოებს მთელ რიგ პიროვნებებს და გეუბნებიან იმანის და აქცია ამანის და ესე იგი რეალობა არის როგორი როდესაც დაპირისპირება პიროვნულზე გადადის ყველაფერი მაშინ როდესაც ჩვენ შეგვაერთებს რაღაც როცა შეგვაერთებს რაღაც აი მაშინ უკვე პიროვნული გამოირიცხება რა უნდა შეგვაერთოს ჩვენ უნდა შეგვაერთოს იმ აზრმა რომ ეს ქვეყანა არის მდიდარი ქვეყანა და მდიდარ ქვეყანაში არ უნდა ცხოვრობდეთ ღარიბად და ცხოვრობთ იმიტომ ღარიბად რომ მართვის სისტემა ავადმყოფი მართვის სისტემა ეძებს ავადმყოფურად მოაზროვნე პოლიტიკოსებს და ესე იგი ის ებრძვის პროგრესულს ებრძვის ნიჭიერს წესიერს და გaqავს ვთქვა თავისი ხალხი ეს დღევანდელ კომენტარებშიც გამოჩნდა აგერდა მე წავიკითხავ ამ კომენტარებს და ვისაც ვინმეს გონია რომ რამეთ შეგვაშინებენ ეს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვიათ იმიტომ რომ ყველა ხელისუფალი შეეცადა რომ მე გავეჩერებინე რაღაც მოეძებნათ მაგრამ ვერ ნახავენ ამას ვერაფერს მე ისე ვიცხოვრე და ისე ვცხოვრობ ვერაფერს ვერ ნახავენ ამით კი არ ვტრაბახობ ამით მე ვამბობ იმას რომ თქვენ მოასრულებთ ხელისუფლების დავალებას და ნუ გონიათ რომ ამით კარგ საქმეს აკეთებთ მეცნიერთა კონგრესს ჩირკს ჩრდილს ვერ მიაყენებთ და ეს ისეთი ძალა და ისეთი ხალხია რომ ისტორია იტყვის ამაზე უფრო მეც ვიდრე დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ სამწუხარო ის არის რომ ჩვენ პოლიტიკურ მოვლენებს დღევანდელს ვაფასებთ მომავალში ვიტყვით რომ თუმე შეცდომა იყო იმ პარტიას უჭერდით ხარს თუმე შეცდომა იყო ის შეცდომა იყო ყველაფერი ხო მომავალში ვაღიარეთ როგორ უკრავდით ტაშს თქვათ შევარნაძის იმას მაშინ როდესაც მე მძიმე გამოსვლები მქონდა ტრიბუნიდან როგორ უკრავდით ტაშს მაშინ ამებას და მაფრთხილებდნენ მე რომ დაანებე თავი ბაბუნ ყველაფერი იცის რა იცის კი აღმოჩნდა როდესაც სააკაშვილი მოვიდა როგორი იყო სააკაშვილის მიმართ ეხლა ყველამ საკუთარ თავს ხო უნდა კითხოთ ვის მიეცით ხმა სააკაშვილს რომ მიეცით ხმა დღეს რეალურად სააკაშვილის წინააღმდეგ როგორ ხო დაგუპეთ ის კაცი მაშინ ვამბობდით იმას რომ სააკაშვილი არ შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი მისი ბევრი რამე მონაცემის მიხედვით აი აგერ მეცნიერებმა და ბატონმა ვახში ჟვანიამ ჩამოაყალიბეს ისა რომ აუცილებელი 10 რაღაც არის რომელიც თუ ერთი არა გაქვს არ შეიძლება იყოს პირველი პირი და 10-დან 3-4 ვერ აღმოაჩნდა ვერცეც ვინც დღეს და ანადრე იყო ხელისუფლებაში ვერცეც ვერ აღმოაჩნდა 3-4-ის მეტი ანალიზი მეცნიერული ანალიზი ადასტურებს რომ იმ ზომის ქვეყანაში როგორი ჩვენ ვართ ერთდროულად შეიძლება იყოს 1, 2, 3 კაცი ვინც შეიძლება გამოდგეს ქვეყნის პირველ პირად და ჩვენთან ოჯახებია სადაც ერთ ოჯახში უნდა 3 კაცი რომ იყოს პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი ქვეყნის აი წარმოიდგინეთ თქვენ როგორი მდგომარეობა ამ იმაში ჩვენ ეს რა მიგვიყვანა ამასთან მიგვიყვანა იმან რომ ისეთი ხალხი მოვიდა ისეთი ადამიანები მოვიდნენ თანამდებობებზე რომ ნებისმიერ პიროვნება შეუძლია თქვას ის თუ შეიძლება იყოს მინისტრი ის თუ შეიძლება იყოს მერი გამგებელი გუბერნატორი პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრი მე რატო არ შეიძლება ვიყო ეს სერიოზული საკითხია როდესაც დევალვაცია ხდება თანამდებობა არ ამაღლებს ადამიანს ადამიანი ამაღლებს თანამდებობას ყველა ბოლო პერიოდში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ დააპატარავა დაამცირა თანამდებობა კი არა აამაღლა არამედ დაამცირა ერთხელ თუ არ მოხდა რომ არ მოვიდნენ აი როგორც ითქვიან აი სერიოზული ფიგურები თუ არ მოვიდნენ თანამდებობებზე უკვე გამასხრებულია ყველა თანამდებობა პრეზიდენტები როგორები ყავდა და როგორ გვეხვეწებოდნენ იმაზე რომ ამას თუ არ აირჩევთ დაიქცევა საქართველოს და მე თვითონ გეუბნებოდნენ რომ ამ პრეზიდენტებად აგვაქცევინეს ქვეყანაო თავიდანვე ხომ კოჭებში ეთყობოდა იმათ რომ პრეზიდენტები ვერ იქნებოდნენ მაგრამ ეს როცა აწყობ თვითონ და ასეთი გულმავიწყე რატო გავხდით ჩვენ საზოგადოებაც ესეც ცუდია მეცნიერები ამბობენ ძალიან ლაკონურად რა არის დღეს ქვეყნის უბედურება და აი ჩვენი როგორც იტყვიან დღეს ყველაზე ცუდი რამ არის ხელისუფლებების თვითკმაყოფილება არა მარტო ამის წინას და წინას თვითკმაყოფილი იყო შევარნაძის ხელისუფლება მაგრამ კრიტიკული რაღაც ჰქონდა ესე იგი იყო აი რო წაიკითხოთ მე რომ ამბობ ეხა ვინმე თუ იფიქრებს აი ნახეთ თქვათ იგივე იმ პერიოდის შევარნაძის გამოსვლები როდესაც იყო წლიური მოხსენება პარლამენტში 60-70% იყო პრობლემები რა არ ვარგა
ეხლა მითხარით რომელიმე მოხსენება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო და ოცნების დროს იყო და ერთ ნაკლოვანებაზეც რომ არის ლაპარაკი, არა. ანუ ყველა ხელისუფლებას საქართველოში, რომელიც მოვიდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, პირველი ძალიან მცირე ხანს იყო და მას ანგარიში არ ჩაუბარებია, შემდგომ მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალური მოძრაობა და მთავრობები, რომელიც დაკავშირებულია ოცნებასთან. ყველა იყო თვითკმაყოფილი და რაც დრო გადის, მით უფრო თვითკმაყოფილი არიან. მსგავსი თვითკმაყოფილი ხელისუფლება, როგორც დღეს არის საქართველოს არ ყოლია. ისტორია რას ამბობს? თვითკმაყოფილება ეს არის ქვეყნის დაღუპვის გზა. ხელისუფლება არის თვითკმაყოფილი. ხელისუფლებები, რომლებიც იყვნენ, ამ ბოლო პერიოდში არიან თვითკმაყოფილები. ესე იგი გზა არის დამღუპველი, ხო ეს ჩემი აზრი ხო არ არის? ამას პირველია ეს, მეორე, ვინ არის ოპოზიცია? ოპოზიცია, რაც კი არსებობს დამოუკიდებელი საქართველო, ყოველთვის არის დესტრუქციული, ანუ ჩასაფრებული, გაბოროტებული. როდესაც ხელისუფლება არის თვითკმაყოფილი, ოპოზიცია არის გაბოროტებული, შეშინებულია და დუმს ინტელიგენცია და ხალხი უკვე მიეჩვია იმას, რომ ამ ხელისუფლებების ცვლილებებით არაფერი არ იცვლება, არც უნდა მონაწილეობა მიიღოს ამაში უკვე და ესე იგი ხალხი ისე დაამშიეს და დააუზრურეს, რომ შეუძლია 1 კილოგრამ რაღაც ხორცში, კარტოფილში თუ შაქარში თუ კარაქში გაკიდოს თავის ხმა. ყველაზე დიდი რამ რაც გააჩნია დღეს ადამიანს, ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე, ბევრ რამესთან ერთად არჩევნების დროს ეს არის მისი პოლიტიკური ხმა და ამ პოლიტიკურ ხმას ყიდის ამ იმაში თქვენ დააკვირდით რა ხდება, ესე იგი გავყიდა და ხალხს უვალატა ესე იგი პრესამ, ტელევიზიამ, ბადრი პატრაკაციშვილმა ეხლა ხვდები რა გააკეთა იმედის შექმნით. ყველა დონეზე რა გააკეთა რუსთავი ორის შექმნით. ამას ხედავ, როდესაც ფულიანი უდგება და ფული მოდის ტელევიზიაში და ფული ხდება, ეს არის კატასტროფული ტელევიზიები, კატასტროფული, ფულთან დაკავშირებული ტელევიზიები. ის რაც მე ვიცი და ჩემზე მეტი სხვა მიცის კიდე, რას ნიშნავს თქვა დღეს რუსთავი ორის ხელმძღვანელობა, ვინ არის? რუსთავი ორის ხელმძღვანელობა პრაქტიკულად დღეს არის ის, ვინც ჭიათურას ზესტაფონთან არის დაკავშირებული და ვინ არის დღეს მონური ფსიქოლოგიით იმედი, რომელიც ხალხს იმედს უნდა აძლევდეს, ვინ არიან ესენი? ესენია რუხაძე აღარ მინდა ვისაუბრო ბადრი პატრაკაციშვილთან და მის ოჯახთან, ესენი რა დამოკიდებულებები და არ არის, ახლა ნუავყებით ჩვენ ამ იმას, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქვეყანაში რომ ტელევიზია იქნება, ისეთი რომელიც ვინმეს მხარეა, თუნდაც ხელისუფლების, თუნდაც ოპოზიციისთვის. მითხარით ერთი რომელიმე ტელევიზია, რომელიც მთელ ქვეყანაზე მუშაობს და დიდი თანხა აქვს და გაიგონებთ როგორც თქვათ ხელისუფლებასთან დაკავშირებულს მოსაზრებებს, წინადადებებს, თუნდაც შენიშვნებს და ოპოზიციასთან დაკავშირებითაც არ არის. ან ოპოზიციას ლანძღავს, ან ხელისუფლებას ლანძღავს. ვის ჭირდება ასეთ ტელევიზია? ეს ხო დამანგრეველია. რატომ არის ეგ? ეს ყველაფერი რა მოიტანეს პოლიტიკოსებმა. რატომ? იმიტომ რომ პოლიტიკოსებმა შეძლეს ფული არის მხოლოდ პოლიტიკაში საქართველოში. ფული არ არის კულტურაში, ფული არ არის ხელოვნებაში, ფული არ არის სოფელში, ფული არ არის ბიზნესში, ფული არ არის არსა განათლებაში არ არის. ეს არის ფული, ან მასალების სახელფასიც აქვს. ეს არის, მაგრამ ფული არის პოლიტიკაში. ფული არის პოლიტიკაში და ეს ტელევიზიებს ყიდულობენ, რასაც უნდა, როგორც უნდა, ისე ალაპარაკებენ, გაიყიდნენ ჟურნალისტები, ესე იგი საქართველოს არ ყავს მდიდარი მასწავლებელი, საქართველოს არ ყავს მდიდარი მეცნიერი, საქართველოს არ ყავს მდიდარი მწერალი, საქართველოს არ ყავს მდიდარი ექიმი, შემიძლია ჩამოვთვალო ისინი, მაგრამ ვინ ყავს მდიდარი? ბიზნესმენი რო ყავს, გასაგებია და როგორ იშოვებულ. მდიდარი ჟურნალისტი ყავს საქართველოს. არაერთი და ორი, ნახეთ როგორ ცხოვრობენ, რა ხელფასები აქვთ. აი ეს და ტელევიზიები როგორ ფინანსდებიან, მარტო რადგინდათ პირველ არხს 2-3 მილიონი იხარჯება პირველი არხისთვის ყოველთვიურად. 3 მილიონი. თქვენ წარმოგიდგენიათ, რაზეა როგორი, აი ხალხი როგორ უძლებს ამას ყველაფერს და რას ვითმენთ ჩვენ? აი როცა ამას ვითმენთ, ეგ არის ყველაზე დიდი უბედურება. მე მაინც მინდა დავუბრუნდე იმ თემას, რომელიც იყო, იმიტომ რომ ყველაფერი ეს ამ თემასთან არის დაკავშირებული, რომ აი საზოგადოებაში რო გავდივართ, ისინი გვეუბნებიან, რომ ან ესე იგი საშინელი სიტყვები იწვის ინტელიგენციის მე, საშინელი. აი ავტორიტეტები აღარ არიან უკვე. ყველა ეპოქაში ყავდა ვიღაც იყო ავტორიტეტი.
ერთი კაცი ლალე ჯავახიშვილი დგებოდა იმასთან პარლამენტის წინ და ლალე ჯავახიშვილის სიტყვა იმ საღამოს შედიოდა ყველა ოჯახში. ყველა ოჯახში, იმიტომ რომ ლალე ჯავახიშვილი ავტორიტეტი იყო. ავტორიტეტები იყვნენ, ვთქვათ, არა მარტო ისინი, ვთქვათ, ამ შემთხვევაში ზვიად გამსახურდიაზე და ეროვნული მოძრაობის ლიდერებზე არ არის საუბარი. ავტორიტეტები იყვნენ, ინტელიგენციის წარმომადგენლები. გიგა როდკიფანიძე ჯოხს რომ დაკრავდა, მე ხომ ახსოვს შევარნაძის რამდენ თაფირზე დაუკრავს და ესე იგი ისეთი რამე ყველა ესე იგი შეშინებულა ისეთი რაღაცეები უთქვამს და არა მარტო მასია ლაპარაკი არა, ანუ უამრავი სხვა ადამიანი მიდიოდნენ, ელაპარაკებოდნენ, ეუბნებოდნენ და ეს არ იყო უბრალო რამ არ იყო, ეს ყველაფერი მკვდარია დღეს. მე ვერ ვნახე ადამიანი, რომელიც დღეს მიმაჩნია, რომ გარკვეული ავტორიტეტია, ვეკითხები, რომ ესე იგი რა შვებით ხალხო, იქნებ, კარგი, ხო უჭერთ მხარს ამ ხელისუფლებას, ხო უჭერთ მხარს ივანიშვილს, გაიქნებს თავს და ამბობს, კი გამოვდივარ და ვამბობ, მაგრამ ნუ ესე და ისეთ რამეს გეუბნება, აღარ მინდა ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ ვეუბნები, კარგი, ხმამაღლა ხო გამოდიხართ, ხო უჭერთ მხარს, შეიკრიბეთ ერთხელ და მიდით და უთხარით, თუ თქვენ ამ ცნობილ ადამიანებს არ მიგიღებთ, მთელი საქართველოს მაშინ დადგება და იტყვის, რომ ჩვენ რა გვინდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც არ ხვდება, თქვა ამ 15, 20, 30 კაცს, რომელიც განკოლწილად ავტორიტეტს წარმოადგენს დღეს. აი რა გვინდა მაშინ? აი რა არის ამაში? რას გვეუბნება ხალხმა? ის კი არ თქვა მარტო რომ ინტელიგენცია ყველაზე მეტად, ეხლა იმას რომ ამბობენ რომ ინტელიგენციამ გაფრიდა, ნუ პოლიტიკოსებიც რომ გამოდიან რომ ასეთი გამკიდველი ინტელიგენცია და რაღაც არ შეიძლება ეს საუბარი ინტელიგენციაზე. ინტელიგენციაში არიან ძალიან ღირსეული ადამიანები და ძალიან ბევრი საინტერესო, მაგრამ მათ გონიათ რომ პოლიტიკას თუ განერიდებიან, ეს არის კარგი საქართველოსთვის. პოლიტიკა არ არის ბატონებო სხვა რამ გარდა ადამიანების ურთიერთობისა. პოლიტიკოს და ინტელიგენტი არის მხოლოდ ის, დეფინიცია უნდა გავაკეთოთ. ინტელიგენტი არის ის, რომელიც ხალხს იცავს ხელისუფლებისგან. საქართველოში ინტელიგენტს ეძახიან მას, ვინც ხელისუფლებას იცავს ხალხისგან. ვინც ხელისუფლებას იცავს ხალხისგან, ის ინტელიგენტი არ არის. ის მონაა, ის არის მიყიდული ხელისუფლებაზე, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობაში კი არ არის, აიმე პარტიას კი არ უჭერს მხარს, ის განიცდის იმას, რომ ხალხი ასეთ მდგომარეობაშია ქვეყანაში. როგორ შეიძლება ადამიანი იყო და დღეს აი ხედავდი ხალხის გაჭირებას და უყურებდი ამას ყველაფერს და ამას ითმენდე და უბრალოდ ხედავდი იმასაც, რომ გარეთ რო წავიდა ხალხი, აი სწორედ იმათგან რო ფული არ შემოდიოდეს ქვეყანაში, ეს ქვეყანა დაქცეული იქნება, წაქცეული იქნება, შიმშილით იქნება, ამ შიმშილით ამოწყდებოდა 70-80% დღემდე რომ დავჩენილიყვნენ ისინი და გარეთ არ წასულიყვნენ. იმათ გადაგვარჩინეს, მაგრამ დღეს ამით ტრაბახობს ყველა და ვინმეს გონია რომ საქართველოში რამე ხდება, არაფერი არ ხდება, ეს მასხარობაა, როდესაც ლაპარაკობენ ორნიშნა მატება ეკონომიკის და რამე. ერთი მაჩვენეთ რომელიმე სოფელში, რომელიმე ქალაქში, სადაც კი ჩავდივარ, ვეუბნები რომ ერთი მაჩვენეთ წარმოება, სადაც ვთქვათ 100-150, ახლა 4 და 5 კაცი რო დასაქმდა, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ეს არის გაკეთებული, ვთქვათ, რაღაც გარკვეული პირადი ინიციატივები და ისიც გარედან შემოსული ფულით. და 1000 რაღაც უბედურებებია ამის უკან. არსად ვერავინ ვერაფერს ვერ გეუბნება. და ვერ გეუბნება ამ რომ რამე აშენდა, რამე გაკეთდა. აბა რით შეულობთ ამას, ოდესაც საქართველოში მთავარი ბიუჯეტის მთავარი შემავსებელი არის სათამაშო ბიზნესი. ინტელიგენტი თუ ხარ რა გაჩერებს სახში? ხო გეღუპება ხალხი? ხო გეღუპება ახალგაზრდობა? ამით რა გაჩერებს სახში? დღეს ერთ-ერთი შემავსებელი არის ჯარიმები, რომელიც მოდის დაწყებული ნარკოტიკის მოხმარებიდან დამთავრებული ტრანსპორტზე. ნახეთ რა ფული შედის ჯარიმებით. ინტელიგენტი თუ ხარ, ხო უნდა გააკეთო ანალიზი და მიხვიდე თუნდაც შენი ახლობელი რომ იყოს და ძალიან უჭერდე მხარს ივანიშვილია თუ ნებისმიერი მიხვიდე და უთხრა არ შეიძლება ესე. უბრალოდ კაცურად მე ხო არ გეუბნები რომ მე დამიჭირე მხარი. მე ხო არ გეუბნები რომ ესე იგი მოდი და რაღაც ხმამაღლა გამოდი ტელევიზიით. მიდი და დაელაპარაკე და უთხარი აუხსენი მდგომარეობა როგორია. თქვენ კარგად ცხოვრობთ? ფულს გაძლებენ ადამიანებთან უკვე ლაპარაკი არ შეიძლება იმ ხალხზე ვინც თუნდაც 300-400 წელს რომიძებს ბიძინა ივანიშვილისგან. მე დღეს ნონა გაფრინდაშვილზე რამდენიმესგან იმ წერილთა შეკრების და იმაზე ისეთ სიტყვები მოვისმინე, მე უდიდესი პატივისცემით ვარ ამ ქალბატონის მიმართ, მაგრამ იმიტომ კი არა რომ რა 26 მაისი იყო უბედურება ამ ქვეყნის და არა მარტო ისაც ქუჩაში მოხდა, არამედ ისიც რაც ჩაფიქრებული იყო გარედან. და იციან ძალიან კარგად ეს და ხმამაღლა მithქვამს ბევრი
2000 კაცს ამზადებდნენ და ოქროაშვილი იყო ამის და საფრანგეთიდან ჩამოყვანილი ოქროაშვილი, რომელზეც დღეს არ ლაპარაკობენ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ რუსეთს არ აწყენინონ. ჩამოყვანილი იყო ოქროაშვილი და ჩრდილოეთ კავკასიაში 2000 კაცი ყავდა ჩეკრებილი. ოქ რაღაც რომ მოხდებოდა, აი ის 2000 კაცი შემოსულიყო. მე უშუალოდ იმ ადამიანებს ვიცნობ, რომლებიც აქ საწვნელად იძულებით თუ ისე ყავდა ჩაყვანილი იქეთ. ამიტომ მე ეს არ ვიცოდი. ამიტომ ხანდახან ხშირად ვამბობ მე იმას, რომ სააკაშვილმა შეიძლება იცოდა ეს ასე იყო. მას ხმამაღლა უნდა ეთქვა ეს და თუნდაც შეფხვედროდა ჩვენ და ეთქვა ეს და მე პირველი დაუჭერდი მხარს და ვიტყოდი რომ ამ დაპირისპირებასთან არ მისულიყავით. მე იმის შემდგომ ვეუბნები ამ იმას ეხლა რომ გამოდიან და ლაპარაკობენ ვეუბნები ამ ჯგუფს ვინც 26 მაისს ამზადებდა ვინც ვიყავით ხალბატონი ნონა და სხვას ერთხელ შევიკრიბოთ და დავილაპარაკოთ ვისი ფული იყო რომ მოდიოდა როგორი იყო ეს ყველაფერი ის რაც გარეთ იგეგმებოდა რომელიც მე მაქვს გაგებული და რაღაცა არავინ აბსოლუტურად ყველა განერიდა ამას და აბსოლუტურად ყველა ვინც იყო მაშინ იმ საბჭოში ყველა ან გაჩერებულია ან გაჩუმებულია ან წყნარადაა თავისთვის და კარგად ცხოვრობს კი მაგრამ ჩვენ რო ვიბრძოდით რა სააკაშვილი იყო ჩვენი ბრძოლის საგანი თუ ბრძოლა საქართველოსთვის იყო მთავარი ბრძოლა საქართველოს რა დღეს საქართველოში კარგი მდგომარეობაა და ამიტომ გავჩუმდით დამარწმუნეთ მე რომ კარგი მდგომარეობაა და მეც გავჩერდები და გადმოვალ თქვენთან და არაფერი ის არ მაქვს მე იმის პრეტენზია რომ თქვათ აი ჩვენ ვლაპარაკობთ სიმართლეს თუ იცით თქვენ რომ კარგი მდგომარეობაა ამიხსენით მითხარით დამარწმუნეთ ამაში ვისაც ველაპარაკები ტელეფონზე რომ დაურეკავ ვეკითხები ნუ არ მინდა გვარები დაგისახელოთ ვეკითხები რომ თქვენ არ შეგიძლიათ რომ მიხვიდეთ და დაელაპარაკოთ ამ კაცს აუხსნათ ან გამოდით და ხალხს უთხარით მე მიმართავ იმ სახალხო კრების წარმომადგენლებს ვინ ჩუმად ხართ ყველანი ან გამოდით ბატონებო და თქვით რომ ყველაფერი კარგადაა და ჩვენ ბრძოლასაც მაშინ რაც ვიბრძოლეთ შედეგი მოუწია ან მიდით და არ გინდათ თუ არ გამოდიხართ მიდით და ხელისუფლებას უთხარით რომ ასე არ შეიძლება რომ იყოს ეგრე ხო არ არის მე მიმართავ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს რომლის მიმართ იმაზე მეტი დიდი პატივისცემა მაქვს ვიდრე თვითონ მგონია მას რა ეხლა დღეს რატო ვართ გაჩერებული რა ეხლა ვილაპარაკოთ ის იყო უბედურება რაც მოხდა და ყველაზე მწვავედ მე განვიცადე ეს ყველაფერი ყველაზე ბოლო ხმამაღლა გეუბნებით ყველას რომ ტრიბუნაზე ხო არავინ არ იყო მე დავჭი ხო ბოლოში მე მომხდა ხომ ის ტყვია იმისი ბურთი რომელსაც ისოდნენ და გაზის იმაში მე გადმოვარდი ხომ სენიდან მე დამაგდეს ხო იქეთ ამ იმაზე მე გარკვეულწილად ყველა ადრე წავიდა წამოვიდა რაღაც აი მე ვიყავი ბოლო ტყუილია ეს მაშინ მოდით და ეს მითხარით მაშინ რომ ტყუი ვარ ხელისუფლებას რატო არ აწყობს თქვათ მე არც მივიდოდი იქ რომ დავეძახები ამ იმაზე იმიტომ რომ მე არა ვარ ნაპირისპირების მომხრე დღეს მე ვამბობ იმას რომ ეროვნული თანხმობის ხელისუფლებამ უნდა პრაქტიკულად შეაფასოს 91-92 წლის შედეგებიც პარტიები ვერ შეაფასებენ ამას უნდა შეაფასონ მოქალაქეთა კავშირის მოღვაწეობაც აღორძინების მოღვაწეობაც უნდა შეაფასონ ნაციონალური მოძრაობის მოღვაწეობაც და უნდა შეაფასონ ოცნების მოღვაწეობაც ხოლოდ ეროვნული თანხმობის ხელისუფლებამ სადაც პარტიები არ იქნებიან პროფესიონალები იქნებიან სადაც არ იქნება ბრძოლა ხელისუფლებისთვის სადაც იქნება ბრძოლა საქართველოსთვის აი რატომ არ აწყობთ პარტიებს ეს მაგრამ სამწუხარო ის არის რომ ჩვენი მსმენელებიც ვინ აკურებენ იმათაც ერიდებიან ეშინიათ აი იქნებ როგორმე რაღაცა და მე ვნახე ძალიან ბევრი აი თქვა როცა ემიგრანტთა ყრილობას ვამზადებით როგორი აქტიურები ჩამოვიდნენ რაღაცა იმის მერე ხმა არ გამიგონია იმიტომ რომ ჩავიდა ხელისუფლების წარმომადგენელი მათთან რაღაც ისე და გააჩუმა ყველა ეს ხალხი თუ ასეთი რამე აი ზოგჯერ აქტიობა მე რომ მეუბნებიან რომ აი რაღაცა შეკა გამო აი უამრავი ადამიანი რომელიც თქვა რაღაც გეგონა რომ აქტიური და ეს იყო მე რაღაცნაირად გააჩუმეს მე არ მინდა რომ ყველგან თქვა რომ ფული იყოს ზოგს ვიღაც სადღაც დაუნიშნეს ვიც რაღაცა ესენი და ასე შემდგომ და გააჩუმეს კარგი თქვა თემურ შაშიაშვილი არ მოგწონთ ისე აქტიური მე რაშვაში ვარ მაგრამ ჩემი ის ყوار არის აქ ლაპარაკი არის ბრძოლა საქართველოსთვის და გაჩუმდა ეს ხალხი ხო ნახე ყველანი სახალხო კრების ხალხი გააჩვენეს. აი ვინც ემიგრანტებთან დაკავშირებით ვებრითელა ეს თანაც როგორი 300-მდე ემიგრანტი ჩამოვიდა ნაცვლად იმისა ვინც წერილი მიიტანეთ თქვენ ერთი ქალბატონი ის აქტიურობს ქალბატონი ლუარა ნიჟარაძე
7 კაცმა მიიტანეთ ხო თუ როგორც მახსოვს ხელისუფლებაში წერილი ჩააბარეთ არავითარი პასუხი არ მიგიღიათ და ამბობდით რომ გამოვდივართ მთელი ემიგრაციის სახელითო და რომ მიიტანეთ ეს წერილი იმ წერილმა ისე შეაშინათ რომ მაშინ ვინც იყო პრაქტიკულად მინისტრის ტოლფასი კაცი აი ემიგრანტებთან ის მუშაობდა ჩავიდა იქ საბერძნეთში იტალიაში ნახა ეს ხალხი ვინც ხელი მოაწერა ვინც აქტიურობდა და გააჩვენეს ყველა და მე რომ მეუბნებით იმას რომ იაქტიურა რა თქმა უნდა ვიაქტიუროთ მე ვამბობ რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ძალიან კარგად თქვა ხალხმა აი დღეს ინტელიგენცია შეუძლია ქვეყნის გადარჩენა როგორ აი ინტელიგენციას ხო შეუძლია თქვას რომ მოდით რაღაცა ხო გვაერთიანებს და რაღაცა რაც გვაერთიანებს მოდით ამ მოსაზრებებით მივიდეთ ზოგი ხელისუფლებასთან ზოგი ოპოზიციასთან შევერთდეთ და ხელისუფლებას უთხრათ რომ ჩვენ თქვენი კი არ გიცავთ ხალხისგან არამედ ხალხს ვიცავთ ეს მსოფლიო გამოცდილებაა რომ ინტელიგენტი არის ის რომელიც ხალხს იცავს ხელისუფლებისგან ესაა ინტელიგენტი ეს არის ბუნებრივი ოპოზიცია და საქართველოში გამოდიან და იცავენ იმას რა ქვია ხელისუფლებას კი მაგრამ ეს ხელფასები რო გაიზარდეს და ერთი სიტყვა ამოგიღიათ რომელიმეს რომელსაც ბატონი ბიძინა ავანიშვილი გაძლევთ ფულს ამოგიღიათ სიტყვა ერთხელ და გითქვამთ იმის თაობაზე რომ არ გვინდა ჩვენ ამ ფულს რომ გაძლევთ ცოდვაა ის ხალხი 200 და 300 ლარი რომ აქვს რატო არ ყოფნით მაშინ თქვენ და რატო არ ყოფნით 14-15,000 ლარი რომ აქვს ხელფასი იმას დეპუტატებს და იმას კი მაგრამ 370 და 400 ლარი რატო უნდა იყოს პენსიონერს რომელმაც შექმნა ეს ცხოვრება და მოიტანა ეს ყველაფერი და ამათ მიერ შექმნილის გაკიდულით გამდიდრდნენ და ამაზე მოვიდნენ ეს ბიზნესმენები კი მაგრამ ესე იგი ეს 300 და 400 ლარი თავი უნდა არტყას პენსიონერმა ხელისუფლების წინ რომ დიდი მადლობა რომ 370 თუ 400 ლარი მაქვს პენსია და 15,000 და 20,000 და ჯამში რომ 20-30,000 ლარი გამოდის თვეში ხელფასი კი მაგრამ რატო გაქვთ თქვენ ეს ხელფასი მაშინ და ვინმე ამოიღო ხმა ამაზე მე ხო არ ვლაპარაკობ იმაზე რომ თქვათ აი რაღაცა რაც არ იცი ხო ყველაფერი ცნობილია რა აი 17 იმას სახელმწიფოსთან რომ გაიხსნა გზა ვინმე გამოვიდა და თქვა რომ არ შეიძლება ასე რომ გაიხსნას როცა სვამ საკითხს იმის თაობაზე რომ კი მაგრამ საქართველოს დაიცალა ქართველებისგან და 180 ქვეყანასთან თუ გვაქვს რეალურად უვიზო რეჟიმი პირველი ნომერი ქვეყანა ვარ ჩვენ სხვა ამ ერთ პატარა ქვეყანაში დღეს ერთ წერილთა იმაზე გამოვიდა ერთი პიროვნება და თქვა მე ყველაზე პატარა ქალაქიდან ვარ ჩინეთის და 19 მილიონი ცხოვრობს ერთ ქალაქში 19 მილიონი ცხოვრობს და იქიდან ჩამოვიდა თქვენ გესმით ახლა რომ ჩინეთთან ხელშეკრულება რომ არის ამოღებული რომ დაელაპარაკები ინტელიგენციის წარმომადგენლს რომელიმეს როგორც თulis თავს ინტელიგენტად ეთქვი გაქვს საკითხული არა მაქვს საკითხული ეუბნები წაიკითხე რა ნახე და თუ მოგეწონება ეს დამირეკე და მითხარი რომ კარგია თემო რა არის ამაში ცუდი და რატო ნერვიულობ შენ და რაღაცა მეც დამაწყლარებ ეუბნები რომ ეგრე ხო არ არის რომ თქვენ იწყლარებთ საკუთარ თავს ფულიც გაქვთ ყველაფერი და მე იმის გამო რომ თქვათ აი ასე შეუდრეკლად ვდგევარ და არავითარი სიცოცხლის ფასად ვარ და ვიქნები კიდევაც ბოლომდე ყველაფერს მიყადაღებენ და სულს მაცლიან ხომ გასაგებია მაგრამ რა გავყიდო ქვეყანა ახლა იმაზე რომ უთხრა რომ ის მომიხსენით ეს ყადაღები მომიხსენით ის მომეხმარე და ამაში გავყიდო ქვეყანა ხო გადაბრუნდება ყველა ჩემი ყველა წინაპარი ხო გადაბრუნდება საფლავში არავინ არც პარტიისებრი ყოლი არც თანამდებობაზე არავინ არცად არ ყოფილა ყველა იყო ესე იგი მიწასთან დაკავშირებული და მიწისადმი პატივისცემით და მიწით ცხოვრობდა ჩვენი ყველა წინაპარი როგორც დედის მხრივ ასევე მამის მხრივ აი როგორ გვინდა გავყიდოთ ყველაფერი რატომ გონი ეს ერთი კატეგორიაა რომელიც გამოდის და ილანძღება კატასტროფულად რომ ესე იგი რაღაც მე ვხედავ ინტელიგენციაში უაღრესად საინტერესო ადამიანებს უაღრესად მე გულიმწყდება რომ ეს ადამიანებიც ილანძღებიან მეცნიერთა კონგრესში ეს 500 კაცი რომელიც შემორჩა ეს არის სანთელი ადამიანის სანთლები ქვია და ბევრი გამოდის კიდევაც სხვა შეხვედრებზე და ალბათ იქნება მეცნიერთა კონგრესის გარეთ ხედავ უამრავ ადამიანს მე გულიმწყდება რომ ეს ხალხიც ილანძღება ყველაფერი ამ იმის გამო იმიტომ რომ ჩუმად არიან და თანაც ვერ როცა ეთქვი რამეს ნო კი მე არ ვერევია იმაში პოლიტიკა კი მაგრამ რატო ერევოდი 5 წლის წინ 10 წლის წინ 20 წლის წინ 25 წლის წინ მაშინ
რა ეხლა უკეთესად არის? ამას ვერ გეუბნება, რომ უკეთესად არის. კი ბატონო, საშინელებები იყო მაშინ. ვისაც მიხეილ სააკაშვილი მოწონს როგორც პრეზიდენტი და ვისაც ნაციონალური მოძრაობა უნდა რომ მოbrunდეს, მე მათ არავითარი ის არ აქვს საერთო, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა არ გინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გინდოდეს ოცნება ასეთი ფორმით, როგორიც დღეს არის. დაეხმარეთ იმაში, რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და გახდეს ხალხის და სახალხო. და არა ის, რომ თქვა თვითონ ცხოვრობდნენ კარგად და დანარჩენები იყვნენ ამ მდგომარეობაში. აბა ისი ინტელიგენტი ხარ მაშინ და რა ინტელიგენცია ხარ მაშინ. ყველა ეტაპზე ქვეყანაში იყვნენ ავტორიტეტები. მე დღესაც აი კურსში ჩამესმის, როდესაც რომან რურუას საიუბილეო შეხვედრა იყო და პატრიარქთან მივიდა ეს ქართული ერთობის დარბაზის წარმომადგენლობა, რომ მივედით ეს ცნობილი ადამიანები და მე ხვდა წილად ბედნიერება მეც ვიყავი, პატრიარქმა ასე დაიწყო თავის გამოსვლა, რომ საქართველოში ებრძვიან ავტორიტეტებს. და ეს იყო ოცნების პერიოდში. დაიყო ადრეც, მაგრამ ეს პატრიარქმა რომ გითხრა ეს ოცნების პერიოდში იყო. მაგრამ ეს იყო ადრე და გაგრძელდება დღესაც. ვინმე თქვენ ხედავთ რომელიმე ავტორიტეტს ქვეყანაში, თქვათ რომელიც დღეს რაღაც ოდნავი პატივისცემით, ანუ ვინმე არის პიროვნება, რომელიც გამოდის და რაღაცას ამბობს, თუნდაც მიმართოს და თქვას ოლიმპიური ჩემპიონები არიან, მსოფლიო ჩემპიონები არიან, დიდი მწერალის არაკლია ქვეყანას და რეჟისორი არაკლია და სხვა ვინმე გინახავთ რომ გამოსულიყვნენ, არა, ბიძინა არის ღმერთი. არ ცხენიათ? არ ცხენიათ ხალხო? ამიტომ არის რომ ძალიან ბევრი ნამდვილი ინტელიგენტი ხანდახან გვარს უახსენებ ჩვენთან და ვიტყვით ძალიან ცნობილი ადამიანის, იმ წუთში ვეამბობენ, რომ ამათთან ურთიერთობა როგორ შეიძლება. არა და იმათ რაღაცა გონიათ თავისთავად. და გონიათ, რომ ხელისუფლებასთან, ხელისუფლების ქებით და ხელისუფლება ვინმე ხوار გეუბნება თუ ებრძოლეთ ხელისუფლებასო. თქვენ გთხოვენ ერთ რამეს, რომ დაიცავით ხალხი. ხალხია მძიმე მდგომარეობაში. მე არ მჭირდება თქვენი დაცვა, მე დავიცავ თვითონ ჩემ თავს. და მე რო გამოვდივარ, მიყვარხარ თქვენ პატივის გზებ და იმიტომ გეუბნებით ამას, რომ ხალხში უკვე მე გვარის ხსენება აღარ შემიძლია. რომ ეთქვიან, რომ აი ამის ქუჩინცინ კითხეს იმაზე ბატონ თემურ, აი თქვენ ვისვლით ავტორიტეტად ქვეყანაში და რო დავიწყეს სამივე გამიცამტვერეს. და პირველი პასუხი იყო, რას იღებენ ბიძინევანიშვილისგან? ერთხელ აი მე გამოსულან და უთქვამთ, ამას გეუბნება სოფელში ადამიანი. ერთხელ ვინმე გამოსულა და უთქვამთ, ჩვენ როგორ ცხოვრობთ? და უბრალოდ გეუბნება ადამიანი, რომ ჩვენ სოფელში 80% მე გავოცემული ვარ. 80% დახმარება სოფელში, დახმარებას აძლევენ ხალხს 80%-ს. 700 მილიონს აღწევს უკვე. მილიონს აღწევს, ესე იგი აი ვისაც დახმარება აქვს ქვეყანაში მილიონს. როგორ ცხოვრობს ეს ქვეყანა? აი როგორ გააუბედურეს ხალხი, როგორ გაანადგურეს ხალხი. შეიძლება რომ სოფლის მოსახლეობის 80% იყოს 200 და 300 ლარიან დახმარებაზე თითოეული? ეს ხო წარმოუდგენელია ბატონებო. ამას ვეძახით ჩვენ კარგ მდგომარეობას. ნახეთ ერთი ბათუმში რამდენია სოციალურ დახმარებაზე. ნახეთ აჭარაში რამდენია. თბილისში რამდენია ნახეთ. სოფლებში გითხარით 80-90%-ია. და ამას ვეძახით ჩვენ წარმატებულ ქვეყანას. თუ ვიღაცამ ხელი ჩამოართვა, თუ ხელი აუწია, იმაზეა ლაპარაკი, რომ ამაზე არიან გადასულები. და მაშინ როდესაც ვებერთელა პიროვნებები, მართლა ავტორიტეტები, რომლებმაც შექმნეს მოქმედების მანიფესტი, ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა 2005-2006 წლებში და იმის შემდგომ დღეს რომ ვკითხულობ, ამ იმას უბრალოდ არის საოცარი რამ, არც ერთმა ხელისუფლებამ რომ ხელი არ მოკიდა, არაფერი არ გააკეთა და დღეს რაღაც პატარა ნაწილებს რო ასრულებენ, ამის გამო ეძახიან, რომ აი პატრიოტები ვართო. ეს არის ურა პატრიოტიზმი. პატრიოტიზმი არის სისტემა. ქვეყანაში ცხოვრების წესით. და არა დაპირისპირებით, არა ლანძღვით, და არა ვინმესთან. მე ხმამაღლა ვამბობ დღეს. ძვირად დაუჯდა ქვეყანას ის, რომ საქართველოში რუსეთის ლანძღვით მოდიოდნენ ანტიეროვნული ძალები. დღეს ამერიკისა და ევროპის ლანძღვით
თანამდებობებს ინარჩუნებენ და თანამდებობებისთვის ვიბრძვიან ასევე ანტიეროვნული ძალები. ძალიან ცნობილი რეჟისორი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, არ ვიცი მე იმ დღეს ვერავინ ვერ ვნახე, მართლაც ერთ-ერთი საინტერესო და კარგი, ჯერ როგორი ოჯახიდან ყველაფერი, აი ოპერის თეატრიდან იყო გამოსვენება და იქ იმის ესე იგი სიტყვით გამოსვლისას კი პიროვნება დაიწყო ევროპისა და ამერიკის ლანძღვა. გაუოცდი პირდაპირ. რა ხდება ეს? თქვენ ვინმეს გგონიათ ბატონებო რომ ამერიკის ლანძღვა და ევროპის ლანძღვა და ჩინეთთან ის ხელშეკრულება, ირანთან საზღვრის გახსნა, რუსეთისთვის თავისუფლების მიცემა, ეს შედეგს მოიტანს? თქვენ ვისაც გგონიათ რომ ამერიკის ლანძღვა, მე მესმის ამერიკას აკრიტიკებდეს ის პიროვნება, რომელსაც თქვათ არც ჩინეთთან და არც ირანთან და არც რუსეთთან არ უნდა. თქვათ აი ის ურთიერთობა რომელიც არის. აკრიტიკებ ამერიკას და ევროპას და პრაქტიკულად ხარ ამ ქვეყნებთან ერთად. ეს არის ქართული? კი ბატონო. ღმერთმა ქნას რომ მევცდებოდე. მე ეს მიმაჩნია უდიდეს შეცდომად. შეგიძლია აკრიტიკო ამერიკა, შეგიძლია აკრიტიკო ევროპა, შეგიძლია იყო კონსტრუქციული ამ კრიტიკაში, მაგრამ ის რომ თქვათ მოგწონდეს ან პირდაპირ ღია თუ ირიბა თუ ესე იგი ურჭერდე მხარს ირანს, ჩინეთს, რუსეთს, ეს უკვე სრული კატასტროფაა. ვინმე ხوار გეუბნებათ რომ ებრძოლეთ რომელიმეს. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე და ეს არის ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომელიც არ გინდათ რომ წავიკითხოთ თუნდაც ტელევიზიით რომ გამოვიდეს ხალხმა რომ თქვას რომ აი ეს არის საქმე. აი ეს არის საქმის კეთება ქვეყანაში. და არა ის რომ ხან რუსეთი ლანძღო, ხან ამერიკა ლანძღო, ხან რუსეთი აკო, ხან ამერიკა აკო. ეს რა არის? თურაშაულის პატრონი ტყეში რატო ვეძებთ პანდას? და ხო არ არის ჩვენი საქმე რა? პანტის ზემნა ხო არ არის რომ პანტა ვეძებო, ჩვენ თურაშაულის პატრონები ვართ. დიდარი ქვეყანა ვართ, ცხოვრობთ ღარიბად, გავანადგურეთ ხალხი. წიგნს დაცილდა საზოგადოება. სწავლა მოვკალით. დაპირისპირებას ვაძლიერებთ. და გონია რომ ეს დაპირისპირება არის კარგი, ვიღაცას უხარია რომ თქვა გამოვა ტელევიზია, ტევ პირველზე ვიღაცა გალანძღავს ხელისუფლებას და აუ გახარებულია. აი ესე გონია რომ აშენდა ქვეყანა. იქცევა მაშინ ქვეყანა. ისევე როგორც ხელისუფლება რო გამოდის და იწყებს ოპოზიციის ლანძღვა გინებით. საქმე გააკეთეთ თუ შეგიძლიათ. საქმეს არავინ არ აკეთებს და ხალხს არ თომენ ამით. არადა საჭმელის ფული ყველა მოიპოვა, იმიტომ რომ არ არსებობს ოჯახი, რომლის ახლობელი არ იყოს უცხოეთში წასული. 2,5 მილიონი ადამიანია უკვე უცხოეთში. 2,5 მილიონი. კატასტროფულ მდგომარეობაშია ჩვენი დემოგრაფიული სიტუაცია. ნარკოტიკმა შეჭამა ახალგაზრდობა არავითარ გამრავლებაზე ლაპარაკი არ შეიძლება. პროდუქტები მოწამლულია. ყველაფერი ნედლეულად გადის ქვეყნიდან. ოქროც, მარგანეციც, ნახშირიც, ხეთხეც, მერქანი მით უფრო. ყველაფერი ნედლეულით გადის. არავითარი ინოვაციური ამ ქვეყანაში არ არის. ხეობები გავყიდეთ და ხეობა ვინც გაყიდა, ის პრემიერ-მინისტრი, მაშინდელი ვინც მოაწერა ხელი და რიონის ხეობა გაყიდა და მიყიდა თურქებს, ის პრემიერ-მინისტრი დღეს გამოდის და ნოტაციებს გვიკითხავს. ბანკები, რომლებმაც შეჭამეს ეს ქვეყანა და გაუშვეს ქვეყნის გარეთ, გამოდიან და ნოტაციებს გვიკითხავენ. ამათ არავითარი ავტორიტეტი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილს აქვს ნიჭი იმისა, რომ როგორ იყიდოს ფულით, ვისი ყიდვაც შეიძლება და ვისი ყიდვაც არ შეიძლება, როგორ ებრძოლოს ფულით. შექმნა ისეთი ოპოზიცია, რომ ავტორიტეტი არის 0. ვის ექნება ავტორიტეტი? არ მინდა გვარები გითხრათ, მაგრამ ერთი მითხარით, ავტორიტეტი ოპოზიციაში. ვის შექმნა ეს? განა ხალხი არ არის ამ ქვეყანაში. რამდენის გნებავთ? მაგრამ ვინ ასდებს ამას გასახელს? მათ იგნორირებას უკეთებენ. და ებრძვიან იმას, რომელთანაც არავითარი, ეხლა რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, თქვათ გვარები შემიძლია უამრავი ჩამოგითვალოთ, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ, ესე იგი აი აბსოლუტურად არ ჭირდება ხელისუფლებას, არ ჭირდება იმ გვარების ლანძღვა, იმიტომ რომ ხალხშია თვითონ
უცუდი განწყობა ემართება რა თვითონ არ იციან ეს არ ერთგზის მithქვამს მათთვის და მათი მეგობრებისთვის ცოტა ხანს გაჩერდით რა გაიწიეთ გვერდზე რა გაიწიეთ გვერდზე რა ნუ ხარ თქვენ რო გამოდიხარ და ლაპარაკობთ ხალხში შიშს იწვევს ეს და ამბობენ ვაი ესენი არ მოვიდნენ ვინც გაძარცვეთ ეს ხალხი ისინი რო იბრძვით ხელისუფლებაში მოსასვლელად ის მაინც უთხარით რომ გიბრუნებთ იმპულსს რომელსაც გაგძარცვეთ თქო ეს მაინც უთხარით ძალიან მძიმეა ის რაც ხდება ქვეყანაში ძალიან მძიმეა მე უბრალოდ მინდა აქ ახლა ზოგიერთ იმას დაუბრუნდე რომელიც თქვა ჩვენთან არის კომენტარები რომელიც გაკეთდა დღევანდელი იმის შესაბამისად ვნახო თუ ასე ადვილად მივაგნებ რომ არ დამჩეს რომელიმე იმის გარეშე და თქვა პირდაპირ რომ ხალხო რა გეშველება თუ უბრალოდ ადამიანურად მინდა ურჩიო ამათ რომ ძალიან ბევრს მე მინდა მადლობა უთხრა ყველას ვინც ნახა გადაცემა პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სოციალური პასუხისმგებლობა ხვალ გამეორებული იქნება ტელევიზიით ერთიც და მეორეც მეცნიერთა კონგრესის დროში 3 საათიდან ხვალ 3 საათიდან იწყება ჩემს გადაცემაში ბატონ რუსეცკისთან ის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მე სოციალურ პასუხისმგებლობაზე გაგრძელდება ასე იგი ისინი ნუ ეხლა ამიტომ იქნება გერ მივაგნო ამ იმას რომ კომენტარები წავიკითხო რომელიც გაკეთებულია დღევანდელი როცა გამოაქვეყნა ეს იმიტომ რომ მე არ მინდა ეს არის ერთი პიროვნება რომელიც როგორც უნდა რასაც უნდა ესე იგი ისეთ რამეებს წერს რომ შეხვალ მის გვერდზე შედით საერთოდ ვინც მაგრიტიკებს იმათ გვერდებზე შედით და მიხვდებით ყველაფერს ეს არის ბედნიერი ვარ რომ ეს ხალხი მაგრიტიკებს რა იმ მათ გვერდებზე რომ შევდივარ მით უფრო წუნდები იმაში რომ ეს არის მართლა დიდი ბედნიერება რომ ასეთი ხალხი და მე ვეკუთვნი პოლიტიკოს და იმ კატეგორიას რომელსაც ის ხალხი ლანძღავს რომელიც ნამდვილად არ მინდა რომ მაქენდეს ჩემი კატასტროფა იქნება რომ ეს ხალხი მაქენდეს აი ხლა აქ არის თქვა როდესაც გამოქვეყნდა დღევანდელ კომენტარებსაც მინდა გადავხედო მაგრამ მე მინდა მივაგნო აი როგორმე აი დღევანდელია ამის ეს კომენტარები რაც გაკეთდა როცა დავდე რომ ეს იქნებოდა ნუ ბატონ ნუგზარ ვარდიაშვილს გონია რომ ის ფლობს მთელ სიმართლეს ამ ერთად ერთ კაცს რაც გააჩნია პროგრამაში მერტმა ხელი მოგიმართოთ მე არ გეკამათებით თქვენ ისეთ რამეებს დებთ რომ მე თქვენს გვერდებზე არ ვარდები და ასეთ რამეებს არ ვწერა მაგრამ მაგალითად დიმიტრი გოშხეთელიანი რომელიც არის გონიერი კაცი კარგი პედაგოგი ძლიერი კონსტრუქციული კაცი და შემდგომ წერს კონსტრუქციულად ამებას ვასილ ვასილივ დიდი მადლობა ყველას მაია ნიკოლაშვილი ესე იგი ყველაფერი მახას მებაღიშვილი ინტელიგენცია ვინც არ უნდა იყოს თუ პატრიოტი არ იქნება თუნდაც მეფე და თუნდაც გლეხი სხვაობა რა ინტელიგენციის 80% უნდა საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქროს პატრიოტიზმი კი სასაცილოდ არ ყოფნით ინტელიგენცია კი საერთოდ კი არა საერთოდ სანთელი აღარ ჭრის საერთოდ ნუ ეხლა ერთი რამ მინდა უთხრა რომ მე 80% ეს ძალიან კარგია თუ 20%-ია რომელიც არ იყიდება და არ გაიყიდება ეს ძალიან დიდი რამეა ვაჟაფშაველა ამბობდა რომ 20 კაცია საკმარისი რომ ქვეყანაში სიტუაცია შევცვალოთ ესე იგი ბატონი სოსონ ატროშვილი ქვეყანა მხოლოდ მაშინ გადარჩება როდესაც ქვეყანაში იქნება იმ ნამდვილ პატრიოტთა გუნდი რომელიც ყველა თაღლით თახსი აგენტურულ და დაპყრობლებს ლაქიებად ქცეულ ინტელიგენციას ეროვნულებს და პოპულისტებს პასუხს აგებინებს ხალატისა და ერთი რამ მინდა გითხრათ რომ ყველას გონია რომ ის პატრიოტია ყველას გონია რომ ისეთი ამიტომ ლაპარაკობ ჩვენ გარდამავალ პერიოდის 4 წლიან ეროვნული თანხმობის ხელისუფლებაზე ხალხო აი თქვენ ხედავთ რომ ოპოზიცია თulis რომ ის არის პატრიოტი და ხელისუფლებას ეძახის რომ თქვენ ხართ მტრები ხელისუფლება ეძახის რომ ამბობს რომ ჩვენ ვართ პატრიოტები თქვენ ხარ ეხლა ამის გარკვევა ხო შეუძლებელია ამიტომ ამ დღეს კი არ უნდა დავიწყოთ ამის გარკვევა ჩვენი ამოცანა არის ის რომ ხალხს მიუმართოთ და გაკეთდა ეს და ნახოთ ეხლა პრეზენტაცია ამ პროექტის იქნება 26 მაისის პარლამენტში
და მე ალბათ ივნისში მოხდება შეკრება 150-200 კაცი, რომელიც დასახელდა ხალხის მიერ და მე გადახედავთ ამ სიას ნახავთ, მე გაუცებული ვარ, როგორი საინტერესო და როგორი კარგი ხალხი გავს ქვეყანას და როგორ გული მწყდება, რომ ეს არის ძოილანძღებიან. ესე ამათ მიმართაც ცუდი აზრი ყალიბდება იმ ხალხის გამო, რომლებიც ყველასგან ფულს იღებენ და ხელისუფლების ქებადიდებაში არიან. თქვენ არავინ არ გეუბნებათ ხელისუფლებას ებრძოლეთო. თქვენ გეუბნებიან, რომ ხალხი ცხოვრობს, ზიმეთ და ხალხი დაიცავეთ. და ხელისუფლების ქებადიდება არ არის ინტელიგენტობა. ესე იგი გიორგი ინტელიგენტობა ასე მგონია რომ საკვარისად ყავს, მაგრამ არ ჩანან და არ მოქმედებენ. ვეთანხმები ამას მე რომ არ ჩანან, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ესენი ეს მინდოდა რომ იყოს პირველ რიგში ბატონი დავით აბულაძე. ნუ ეს პიროვნება შედით ერთი მის საიტზე, მის გვერდზე ნახეთ და მე უფრო კარგი ქუთაისელი აფირისტი ხარ. ნუ ესე იგი ქუთაისელი ყველა იმას ამბობს რომ იმისივით მე ამას რომ კითხულობ ბევრი მეუბნება ნუაკეთ რა მეშინია რის მეშინია ამას ამიანებს ეშინოდეთ ვინც არიან ეს დავით აბულაძე ამას ღირსება გააჩნია მის გვერდზე შედით და ნახავთ მაგრამ კარგი ქუთაისელი აფირისტი ხარ ოქროს საწვიცი შეჭამე და მისი ფულები ნანა გახსოვს თემურა ნუ ესე გასაგებია აი ზუსტად აგიკითხეთ არავით არის შელამაზება შემოლებაზე პირიქით მე ალბათ ერთი კვირის განმავლობაში აი ამ იმ 1 მილიონიან ისინი რო წამოვიდა ვინც მოაწერა გვარებმა ვინც დაწერეს რაღაც 99% დიდი მადლობა ძალიან კარგ რამეს ჩამოვთვლით გვარებს და ყველას მოვიწვევთ ერთ დღეს და ვეთქვით რომ აი თქვენ ყველანი ვინც მაკრიტიკებთ აი გიწვევთ ყველას ერთად და აი მოდით და იყოს რამდენხანაც იქნება საჭირო პირდაპირი გადაცემა. აი ერთი გაბედოს ვინმე ასეთი რამის გაკეთება. აი ახლა ამ დავით აბულაძესაც ვიწვევ, მაგრამ ვეუბნები რომ ესე იგი ნაცვლად იმისა ორი რამის გამო ვამბობ, ორი დიდი რამეა რომლის ქუთაისში, რომლის გამოც ყოველთვის იყო ელექტროენერგია თელ ქვეყანაში, ამას ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი ნაციონალური მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული გუნდი შუქს არ აძლევდა ხალხს იმიტომ რომ ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ და რევოლუცია მოხდარიყო. ელექტროენერგია და ის გამოიხანეს და ჩაუგდეს ხელში რუსებს თავიდან ბოლომდე. ეს არის ერთი რომელიც და ჩემი გამოსვლა 2000 წელს 2001 წელს მთავრობის ხდომაზე გამოქვეყნებულია გაზეთებში და წაიკითხეთ ზუსტად ეს ანალიზია მოცემული. მე ვაფრთხილებ ხელისუფლებას და პრეზიდენტს ვეუბნები რომ ეს არის ყველაფერი მიმართული იქეთკენ რომ გაკიდონ ჩვენი ენერგეტიკული ობიექტები და ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. ენერგეტიკული ობიექტები გაყიდულია და ხალხი ქუჩაში გამოიყვანეს. ჩემი გამოსვლები იყო 99 2000 2001 2002 2003 წელს ვამბობდი რომ რაიმე შეიცვალა მე რაიმე მიემატა არაფერი შუქი რატო გვაქვს რაიმე შეცვალა რამე გააკეთეს ახალი არაფერი მაგრამ ეს წყალს აქცევდნენ და ხალხს შუქს არ აძლევდნენ. ერთი ეს საკითხი ხო ეს ვრცელი საკითხია და დღეს ამ დეტალში არ შევდივარ. მეორე ლაპარაკობენ ამ წყალთან დაკავშირებით. ნაცვლად აი რაშიც მადლობას უნდა გეუბნებოდნენ არო ვნახე რომ ხალხი სვამდა ნაგავს. რიომგეში რომ მივედი და ვნახე რამდენჯერმე ვთქვი და ახალი ხო უყურებს ბევრი დღეს და მინდა რომ ვნახე ქალაქის ხელმძღვანელად რომ მივედი ჯერ კიდევ კომუნისტების ეპოქა რომ მივედი ვნახე და უთხარი მიმიყვანეთ საიდან რა წყალს სვამ ჩვენ და რომ მივედი ვნახე ცუდად გავხდი მოდის ნაგავი რაღაცას ქიმიკატებს უკეთებენ ასუფთავებენ და აძლევდნენ ხალხს. მე იმავე დღეებშივე შევკრიბე ძალიან მწუხვარო ბატონი ჩიხლაძე რომელიც დღეს და ბევრი იქ არის რომელიც მე ხელმძღვანელობა დავიშნე ხმას არ იღებენ იმიტომ რომ მონები არიან ხელისუფლების და ხმას არ იღებენ ხმას და მე ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა იმ ბევრი პიროვნება ვინც იყო მაშინ რომ ვაშკაცურად არ დგას დღეს თუნდაც განათლებაში და ამაში რაც ხდებოდა და ამ საკითხებში არ შევდივარ ახლა მაგრამ მე ვამბობ რომ ხომ დღეს ყველანი არიან ის ადამიანები რომლებმაც ნახეს რომ ფარცანაყანებიდან გამოვიყვანეთ წყალი და დღეს ქუთაისი 10 მილიონი იყო საჭირო ხელისუფლებას და მოქალაქეთა კავშირს ვეუბნებოდი გვასესხეთ 10 მილიონი და ქუთაისში იქნება 24 საათიანი ელექტროენერგია და იქნება ყველაფერი ფარცანაყანებიდან მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო წყალი ყველაზე საუკეთესო წყალი ჩვენ 10 მილიონი არ გვასესხეს 300 მილიონი დახარჯეს 300 მილიონი იმაში რასაც ჩვენ 10 მილიონით ვაკეთებდით. ნაცვლად იმისა რომ ხალხი მეუბნებოდეს იმას რომ ყოჩა აი რა გაგიკეთებია ასეთი კარგი რამე გაგიკეთებიან ნაცვლად იმისა იყენებენ საწინააღმდეგო და კიდევ ერთი ეს ოქროს საწმისი.
ყველა ხელისუფალს მიხეილ სააკაშვილის თხოვდი ბიძინა ამანაშვილის დღესაც მიმართავ თქვენს გირგვლივ არიან ოქროს აწმისის ხელმძღვანელები დღესაც შეისწავლეთ ეს რატო არსავლეთ ამას პირველი იყო ქუთაისი რომელმაც თქვა რომ მასონებმა შემოიტანეს ოქროს აწმისი საქართველოში და შემოიტანეს ყველაზე ეროვნულ ქალაქში ქუთაისში რომ ამოცანა იყო ისევ არევა საქართველოსი ქუთაისმა გაუძლო ამას გაუძლო და გაუძელი მე ყველაფერი გადავიტანე და დიდი მადლობა 99%-მა ვინც იყო ამასთან დაკავშირებული ყველამ გააცნობიერა მე ვამბობ საბანკო რეფორმა უნდა გაკეთდეს ისე რომ ხელისუფლება ვალდებულია დღევანდელი ოქროს აწმისში ვინც დაზარალდა ყველას პული დაუბრუნოს მანამდე შეისწავლოს ამას ვეუბნები მე ამ ბატონ დავით აბულაძე ჩვენ ძალიან ვხავს აბულაძე ძალიან საინტერესო კარგი ის არის მაგრამ ეს ორი ერთი აბულაძე და მეორე რომლებიც ამ ხელისუფლების მონები გახდნენ რომელსაც ესე იგი მასე რო შევხვათ მე არ მინდა იმაზე იმასაც დავითი ქვია და ამ საკითხებში არ შევდივარ დღეს მე ვამბობ თავარ სათქმელს ესე იგი ქვეყანაში დააკვირდით 97 წელში 96 97 98 წელში მასონთა ორი ლოჟიდან მოდის წერილი ვის სახელზე პრეზიდენტის გენერალური პროკურორის სასამართლოს თავმჯდომარის სახალხო დამცველის და ჩემს სახელზე და სადაც ამბობენ რომ ჩვენ მასონთა ლოჟა ვიცავთ ოქროს აწმის რომ ეს ჩვენი პროგრამაა წაიკითხეთ გამოქვეყნებული ეს გაზეთები დაწვეს ოქროს აწმისის გაზეთები რომელიც გამოსულია დღეს ქალბატონი ძალიან საინტერესო ჟურნალისტი გაბუნია იყო მისი რედაქტორი ძალიან საინტერესო ქალბატონი დარეჯან გაბუნია მასაც მიმართავ დღეს ყველა გაზეთი თქვენ ხო იყავით რედაქტორი დაალაგეთ ყველა გაზეთი და მიხვდებით რომ როგორ მონაწილეობდა შეგ მიხეილ სააკაშვილი და იგივე მიმართავ შემდგომ ესე იგი ქალბატონ ელისო კილაძეს რომელმაც მე წარმომიდგინა მასალები რომ ოქროს აწმისი აფინანსებდა ნაციონალურ მოძრაობას და მაჩვენონ ერთი რამე სადაც მე ვინმესთან რამე გარი მე პირიქით არ დაუდე არ როგორც იტყვიან არ ჩავიმუხლე დავდექი მაგრად და გადავარჩინე არეულობას რაები ხდებოდა მაშინ ხო ხედავდით არა თანაც მოქალაქეთა კავშირის ეს აწყობდა მოქალაქეთა კავშირის ხელისუფლებაში იყო ახალგაზრდული გუნდი რომელიც იყო თავიდან ბოლომდე მასონური იმათგან მოდიოდა ეს რა 97 წლის 1 აპრილს ბაზრობების აქცია ვინ მოაწყო ქუთაისში რას ვაკეთებდი მე ვამბობდი რომ თურქული ფათოღლიფქვილი ქათამი თურქული პროდუქტები არ გაიყიდოს ბაზრებში და ბაზრობებზე და მივიღე გადაწყვეტილება და აგზალე ქუთაისში ყველაფერი ესენი დასავლეთ იმ დღეს 1997 წლის 1 აპრილს როდესაც ოტიო ესელიანმა ჩამოიტანა მთელი საქართველოს შემოიარდა სასაული ნერგები ხეხილი ჩამოიტანა და ვრგავდით ახალგაზრდობის პროსპექტზე ეს უნიკალური პირველი ახალგაზრდული ერთადერთი პროსპექტია საქართველოში დავით აღმაშენებლის სახელს რომ ატარებს რომელიც ახალი გაიჭრა ჩვენ არ ვაკადრეთ დავით აღმაშენებელს რომ მისი მოკლე მონაკვეთს გარდა რაიმე ყოფილიყო ძველი და გავაკეთეთ ახალი და დღეს 1 კვადრატული მეტრის დაგება ჯდება 200 ჯერ და 300 ჯერ მეტი ვიდრე მაშინ ჩვენ დავაკეთეთ ხედავთ რა კორუფცია ქვეყანაში და გითხარით იმ დღეს მოაწყეს მთელი საქართველოს ბაზრობების ვინ აწყობდა ამას ქალბატონ დოდოშელიასგან აიღეთ ინტერვიუები სადაც მიხეილ სააკაშვილი ეუბნებოდა რომ ჩვენ ჩამოვაგდებთ თემურ საშიაშვილს თუ თქვათ ის ჩვენ მხარეს არ გადმოვა და თუ ჩვენთან შემოვა პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი იქნება ჩვენგან გაზეთებში წერდა ამას მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი ეს კაცი და მზად ვარ რომ ციხეში შევხვდე და იქ გავაკეთო ინტერვიუ და უთხრა რატო აკეთებდა ამას ყველაფერს კატასტროფაა ეს რაც მე გადავიტანე მაგრამ ნაცვლად იმისა რომ ადამიანები ვიმეორებ მიუმართავ ყველას ვინც იცნობთ იმარხვარ გააკეთა მიხეილ სააკაშვილის 3 წერილი აი წიგნი რომელიც არის გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ იქ წერია შეტანილია წერილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ სადაც ვეუბნები რომ გამოიძიეს მკვლელობი რატო მოკლეს თქვათ ქუთაისში ზესტაფონში ეს სენაკელი კაცი რატო მოკლეს გამოიძიეთ ოქროს აწმისი პრეზიდენტი ხარ გამოიძიე და გამოიძიეს გამოხდა
19 ივნის რომ იქ იყავი მაშინ აჭარაში, როდესაც ტანკები დაიძრენ და სადაც აბაშიძე ხელმძღვანელობდა, აბაშიძესთან იყავი მაშინ. წაიკითხეთ ეს წერილები ყველაფერია, მაგრამ არ უნდათ ეს რომ გავიდეთ. საქართველოში არ აწყობთ ვინმეს პოლიტიკაში ავტორიტეტი კონდეს. უამრავი ასეთი ადამიანი, რომელსაც უნდა კონდეს და შეუძლია და აქვს ამის წინაპირობა და იცხოვრა ისე რომ კონდეს ავტორიტეტი, მაგრამ ასეთი ხალხი არ აწყობს არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ოცნებას. თუ ასეთი ხალხი წამოვა წინ ამათ ვინ დაუჯერებს და ვინ მოусმენს. აი ეხლაც ვამბობ რომ იმ 100 კაცს რომლის სია 100 თუ 150 იქნება სიას რომ გამოვაკე ერთად რომ მოვიწევთ ეუნებით რომ წავიდეთ ქუთაისში შეკრიბეთ ვინც გინდათ შეკრიბეთ ჩემ მოწინააღმდეგეები მაგრამ დავდგები ტრიბუნასთან აი ვინმე თქვას რომ ტყუილია ის რომ თქვა მასწავლებელი იღებდა მეც რომ თქვა თეატრებში როგორ ვაფინანსებდით რომ უნივერსიტეტებში მიიღება რომ ის იყო რა ქვია გამოცდების გარეშე რომ იყო რომ უნივერსიტეტებში ჩვენ ვაფინანსებდით 501 კაცი და 501 და მე 502 იმაში და საქართველოს მსგავსი რო არ ახსოვს არაფერი კი როგორ ვაკეთებდით ამას ერთ ლარს არ ვიღებდით ცენტრალური ბიუჯეტიდან საქართველოში შეიძლება სასაული რამეების გაკეთება უბრალოდ თქვენ მხარს უჭერთ ბნელძალებს თქვენ თვითონ მოსახლეობა ინტელიგენციას ეშინია რომ დადგნენ თქვა პროგრესულ ადამიანებთან პოლიტიკაშიც არიან პროგრესული ადამიანები ეშინიათ პირად საუბრებში საუცარამეებს გეუბნებიან ხმამაღლა ვერაფერს ვერ ლაპარაკობენ და გენგრევა ეს ქვეყანა თავზე ჩვენ არ დავიხევთ უკან მე არ დავიხევ უკან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი საათობით ვიჯექით და ვჯელობდით ამაზე ოტიევსელიანთან და რეზო ჭეიშვილთან და გენიონ წერალთა სახში რომ მივიდოთ დავჯდებოდით და უაღრესად მე იმ წერილებს მინდა ბატონ თემურ ლანჩავას და სხვებს მინდა უთხრა რომელსაც დიდ პატივს ვცემ ეგ რო არ მაძლევდით მოსვენებას რაღაცის გამო და მთელი ის იყო და დღეს შენდება ქვეყანა რატო ხარ ჩუმად რატო ხარ ჟურნალისტები ჩუმად ვინც მაშინ იყავით და ესე იგი აი მოსვენებას ამაზდებდით დღეს რატომ ხარ ჩუმად ასე გავიყიდეთ თუ ასე გავგაჩუმეს დღეს აი ადამიანურ არ არის ერთ პარტიულობაზე ლაპარაკი და არავითარი პარტიაში გაერთიანებას საუბარი აქ ლაპარაკი არის იმაზე რომ დღეს გარკვეულ ერთობას რაღაცის ირგვლივ შეერთებას საქართველოში სასწაულის მოხდენა შეუძლია და ვისაც თქვენ მოგწონთ ის წერილი და აგერ იმედზე მიდის ხება დიდება რა წერილი გაუგზავნა იმან რა ქვია პრემიერ მინისტრმა რა წერილი გაუგზავნა მას ტრამპსო და ჯერ ერთი ნუ ეს სასაცილო მდგომარეობაა ეს აი ამ ადამიანებს აი არ უნდა შეცხვეთ მე მაგრამ გასამართლება როცა არ ხდება აი გასამართლება რომ იქნება მე უკვე სხვა რაღაცა მოხდება ქვეყანაში როდესაც ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალა გასამართლდება იმიტომ შეიქმნა ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას ვარ ბედნიერი რომ ამის სათავეებთან ვიყავი და ვარ ბედნიერი რომ მომეცეს საშუალება აი მე რო ვიყო პირველი პირი დღეს ქვეყანაში ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას ისეთი როგორც იყო დაწერილი დებულება და ესე იგი როგორც მოიწონა ევროპის სასამართლო მე იმას პირველივე დღეს გავაკეთებდი რომ ყველას გონებოდა საშუალება იმისა რომ ესე იგი შიში იმისა რომ ხვალ რაღაცა ასე ადვილი არ არის რომ თქვა რაღაცა გააკეთო დღეს ხვალ მიხდებიან ამას ხელისუფლების ცვლილება საჭიროა იმიტომ და იმიტომ მიდიან ამერიკა და ესენი იმიტომ მიდიან ხო ხედავთ მოვიდა ტრამპი და რა მასალები ამოყარა რა ჩვენთან 20-30 წლით მოდიან და წინა ხელისუფლებები ვინც იყო შევარდნაძის დროს სააკაშვილს უთხრეს დაანებეთ თავი არაფერი არა გარედან მოვიდა სააკაშვილი პირველ ეტაპზე ბიძინევანიშვილი მოიყვანეს აბა თვითონ რომ მოსულიყო მაშინ კი არ ვერავინ ვერ ეტყოდა ასეთ რამეს მე ამერიკელებმა როცა შეუნთავაზეს რომ შენ მოგიყვან და უთხარი მე თქვენი მოყვანილი არ ვიქნებით და გიმარო როგორ ვერ მოხვალ ისე რომ კარგია მეთქარი არ ვერ მოვალ მე თუ მოვალ ხალხის მიერ და არავითარი ამერიკელების არავითარი რუსების არავითარი ევროპელების არავითარი ქურდების არავითარი ბიზნესმენების ხალხი და ყველა იქნება ძალიან ნორმალურ მდგომარეობაში როგორც კი ვინმესგან ხარ მოყვანილი იმ წუთშივე იმის მსახური უნდა გახდე ამიტომ ჩვენ ეროვნული თანხმობის ხელისუფლება და მომავალში საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ის ხელისუფლება რომელიც ქვეყნის შიგნით შურისძიებით არ იქნება შურისძიება რა არის ბიძინევანიშვილი ასამართლებს ესენი რომ მოსულიყვნენ ბიძინევანიშვილს იჭერდნენ არგუმენტებს ყველა მოძებნის რატო უნდა დაიჭირო
მისი მინისტრები ისე ცხოვრობენ, ამის გულისთვის შეიძლება გაასამართლოს ნებისმიერი ხელისუფალი. ერთი ვინმე გინახავთ თქვენ, რომელსაც თქვა პასუხი აგებინეს, ეს ფული საიდან ეს სასახლეები რო ააშენე. შურისძიება გამოვიდა ქვეყანაში ნომერ პირველს მათ შურისძიება. გაიმარჯვებდა ნაციონალური მოძრაობა, დაიჭერდა ბიძინავანიშვილს და იყო მოძრაობა ყველა ერთის წინააღმდეგ ფაშიზმია. გაიმარჯვა ბიძინავანიშვილმა და ეხლა ასამართლებს ნაციონალურ მოძრაობას, 12 წლის თავზე. მაშინ როდესაც წერილი, რომელიც ერთი თვის თავზე მიწერა მეცნიერთა კონგრესმა, წერილში პირდაპირ ჩაუწერეთ, რომ სასწრაფოდ მოიწვია უცხოელი ექსპერტები, გავაკეთოთ ანალიზი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, აღვადგინოთ ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას და გავასამართლოთ ხელისუფლება. მაშინ არ გააკეთეს. ეხლა დღეს აკეთებენ. მაშინ ხო შეეძლო იმას ეთქვა, რომ მე კი არ ვაკეთებ ამას, აი ხალხში ეგერ, აი აგერ ევროპის სასამართლოს აქვს მოწონებული ეს და რაღაც ისეთი რა, მაგრამ არ აწყობდათ მაშინ. მაშინ აწყობდათ, რომ ესე იგი ეთამაშათ იმის როლი, რომ აი ჩვენ არავის არ ვიჭერთ და ნაციონალურ მოძრაობაში ძალიან ბევრი იმას გაუჩნდა სურვილი, რომ კარგია, როგორ იქცევა. ეხლა დღეს ესე იგი ასამართლებენ, ებრძვიან ამერიკას იმას და ამის გამო ინარჩუნებენ იმას. საქართველოში როცა რომელიმე ხელისუფლება ავტორიტეტს მოიპოვებს ან რუსეთის, ან ამერიკის, ან ევროპის დანძღვით, ის ხელისუფლება ქართული არ არის. რომელიმე ქვეყანას როცა ფეხქვეშ გაეგება რომელიმე ხელისუფლება, ის ამ ქვეყნის ხელისუფლება არ არის. ამ ქვეყნის ხელისუფლება არის ის, რომელიც ემსახურება ამ ხალხს, ამ ქვეყანას, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა და ჩამოყალიბებულია ყველაფერი და იმ დოქტრინიდან არ გადადის და ნებისმიერ ხელისუფალს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს ამერიკის, ჩინეთის, იაპონიის იმპერატორი თუ ესე იგი ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელი, იმას უდებს მაგიდას და ეუბნება ჩვენ ეს ქვეყანა ვართ, აი ჩვენი ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. ამის შესვლას არ გვაპატიებს ხალხი და ამის შესვლა არ შეიძლება. სხვა დონეზე ვილაპარაკოთ. აი ესაა ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომელსაც ვეხვეწებით 25 წელია ხელისუფლებებს, რომ მივიღოთ ეს. არ იღებენ და რაღაც პატარა ნაწილს მისაც იწყებენ, რომელიც ურაპატრიოტიზმია. საქართველოში დღეს ორი ძალა ებრძვის ერთმანეთს, ურაპატრიოტი და ულტრალიბერალი. არც ერთია ქართული და არც მეორეა ქართული. ქართული მოკლეს ორივე. როგორც ურაპატრიოტებმა, ისე თქვა ულტრალიბერალებმა. ამათ მოკლეს ქართული და კლავენ ქართულს და ამას უყურებ. ამიტომ ინტელიგენციის პასუხისმგებლობა ძალიან სერიოზული. ინტელიგენცია, რომელიც შორიდან უყურებს ურაპატრიოტების პარპაშს ქვეყანაში და ინტელიგენცია, რომელიც შორიდან უყურებს ულტრალიბერალების ბრძოლას, ისინი ერთმანეთს აძლიერებენ, ეს არ არის ქართული. ისინი საქართველოსთვის სიკეთეს არ აკეთებენ. ეს ინტელიგენცია აღარ არის უკვე. ეს არის ამ ქვეყნის მტრობა. და მეტი არაფერი. დავდგეთ ენერგიულად, დავდგეთ კაცურად, დავდგეთ ვაჟკაცურად. ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება ღარიბად ცხოვრობდეთ? ამ ქვეყანაში რატო უნდა ვებრძოდეთ ერთმანეთს? მე ნებისმიერ პიროვნებასთან ძალიან კეთილი და კარგი ურთიერთობა შემიძლია გქონდეს დღეს, იმიტომ რომ თუ მე დავწერ სწორად და მე ჩემი ძალაუფლებისთვის არ ვიბრძვი, აი ეს 12 პუნქტი. ყველა ვისაც შევხვდი ნაციონალებს ხვდები თუ სხვა, ყველა ამბობს გადასარევია კარგია, გადასარევია კარგია. არავის არ აქვს, ამიტომ ჩვენ უნდა წავიდეთ არა იმ გზით, რომ ერთმანეთი ვლანძღოთ, არამედ დავწეროთ ის ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, ხომ? თუ ვართ ამის მომხრე, გავერთიანდეთ ამის ირგვლივ. ეროვნული თანხმობის პარლამენტი. და ვამბობთ იმას, რომ პარტიების დრო არ არის, გავიწიოთ პარტიებმა ცოტა ხნით, მაქსიმუმ 4 წლით, გავიწიოთ გვერდზე, შევქნათ ყველას მონაწილეობით, პარტიების მონაწილეობით, ხალხის, პარტიების და საბოლოო სიტყვა ამორჩეველზე იყოს. ეს მექანიზმია, სწორედ ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნა. შევქნათ ეს, ჩვენ გავაკეთოთ პარტიათა ასამბლეა და მოვილაპარაკოთ იქ იმ კანონებზე, რომელიც ჭირდება ქვეყანას, ახალი კონსტიტუციაა დასაწერი, კანონია ოპოზიციის შესახებ დასაწერი, ადგილობრივი ხელისუფლების შესახებ კანონი, რეფერენდუმის შესახებ კანონები, ამას ჭირდება. აი ამიტომ ჩვენ წავიდეთ იქ და მოდით ხალხს დავანახოთ, ვის რა გაგვაჩნია, ვის რა ხედვა გვაქვს და ვის რა პროექტები გაგვაჩნია და შესაბამისად შევთანხმდეთ ვით და მერე ჩავატაროთ 4 წლის შემდგომ ჩატარდეს პარტიული არჩევნები, მაგრამ ხალხს გავაგებინოთ, რომ ნაციონალებს გარდა და ოცნების გარდა ამ ქვეყანაში სერიოზული ძალებია. ხალხს იმედი მიეცემა,
რატო არ გინდათ ამის გაკეთება? იმიტომ რომ თქვენ ერთმანეთს ის ოპოზიციაში რო არის, გინდა არ გინდა ფინანსდება. ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარედანაც. რატო არ გინდათ ის რომ გვიწერია ეროვნულ სახელმწიფოების დოქტრინაში რომ პარტია არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რომელიმე გამოსულა და უთქვა აქვს არ უნდა ფინანსდებოდეს? და რატო უნდა ფინანსდებოდეს? აბა საძებრო ანარისხები რატოა მაშინ? რატო გაქვთ? პარტია არის ის, რომელსაც ხავს ხალხი და საძებრო ანარისხებს იხდიან. უამრავი რამ არის, რომელშიც გვჭირდება ჩვენ დიდი ერთობა. მე ვამაყობ იმით, რასაც ქვია მეცნიერთა კონგრესი. ამ დღეებში გამოდის უნიკალური წიგნი საქართველოს ინტეგრალური რესურსები, რომლის პირველი ვარიანტი ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მეცნიერებთან ერთად შევქმნით და გაუგზავნეთ ჯერ სააკაშვილს და უთხარით, რომ აი აგერ შეხედეთ, როგორი პროგრამა არ მიაქცია ყურადღება, მოვიდა ივანიშვილი, გაუგზავნეთ მას და უთხარით, ეხლა კიდე გადავამუშავეთ და ძალიან სერიოზულმა მეცნიერებმა დიდი ანალიზის იმას გააკეთეს და გამოდის ეს წიგნი. 800-900 გვერდიანი უნიკალური წიგნი იქნება. ეს არის მეცნიერთა კონგრესი. მე ვამბობ ერთ რამეს. მეცნიერთა კონგრესი არ არის დაინტერესებული ხელისუფლებაში მისვლით. მეცნიერთა კონგრესი არის ქვეყნის შეცვლით დაინტერესებული. და აყალიბებს ამ პროგრამებს. 21 პუნქტიანი პროგრამა და გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ დიდი პროგრამა, ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა და ბევრი სხვა რამ. 60-70-მდე, უფრო მეტია, მაგრამ თქვა 60-70, რომელიც ძალიან დიდი ექსპერტიზა აქვს გავლილი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, ისეთი პროექტი, რომ ადამიანების 95% მოტივირებული გახდება და მასიურად დაიწყება ჩამოსვლა ქვეყნის გარედან საქართველოში და საქართველოში სიტუაცია შეიცვლება. ეს არის მეცნიერთა კონგრესი. მე ვერ ვხედავ, რომ რაიმეს წინააღმდეგობა კონდეს, უბრალოდ ჩვენი წინააღმდეგობა არის ის, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას ეს არ აწყობთ, ტელევიზიები მათ ხელშია. ხოლო ის ტელევიზია, რომელიც შეიქმნა მერაბ ბერძენიშვილის, ზეზო ჩხეიძის, ანზორ ერკომაიშვილის, არნოლდ გეგეჭკორის, გიგა ბათიაშვილის და ამ დაფუძნებით დღეს რომან რურუა, იგივე ტარიელ ხარხელაური და სხვები და იმით არის და დღეს ბატონი ჯუმბერ კოპალიანი გახლავთ, აი ამ ქართული ერთობის დარბაზის ხელმძღვანელი, ამ ტელევიზიას გასაქანს არ აძლევენ, იმიტომ რომ გასაქანი როგორ უნდა მიცემ, ერთი მეწარმეს, მეწარმეებს თხოვეს, რომ 100 ლარი თვეში გაიგეთო და ერთმა მეწარმემ ვერ გაბედა ეს. ერთმა მეწარმემ. და 200-მდე თუ 100-დან 200-მდე ისა ყოველთვიურად 50-60-70 ესე იგი ლარი და რამდენიმე პიროვნება 3-4 იყო, ეხლა ერთ 3-4 მიემა და დარწმუნებული ვარ, გაიზრდება ქვეყნის გარედან, ქვეყნის შეცვლა თუ გვინდა. დავდგეთ ერთად. პროგრამები არის, ჭკვისავლება აღარავის აღარ უნდა. მეცნიერება ჩამოვაყალიბეს უნიკალური პროგრამები და ვიამაყოთ ამით. ეხლა არის საჭირო ამ პროგრამების მოქმედებაში მოყვანა. პირველ რიგში ეს პროგრამები უნდა გაიცნოს ხალხმა. აქ არსებობს ორი ვარიანტი. პირველი, ტელევიზია, რომელიც მუშაობს მთელ საქართველოზე, 23,000 ლარი უნდა ზილფილიანი, რომელიც პარლამენტში იყო და რომელსაც ანტენა ჩაუგდეს ხელში, 23,000 ლარი უნდა მიცეთ თვეში. რომ საქართველოში აი ანტენის ტელევიზიაზე იყოს 23,000 ლარი. 23,000 ლარი საერთოდ რომიცა ტელევიზიას ყოველთვიურად ყველაფერზე იქნებოდა ბედნიერება და 23,000 ლარს ვინ გადაიხდისით. ამიტომ ტელევიზია, რომელიც ყველა ოჯახში უნდა შევიდეს, ერთი მიმართულება ეს არის, მეორე მიმართულება არის მეცნიერების, ინტელიგენციის წარმომადგენლების მონაწილეობით გასვლა ხალხში. იმ პროგრამებით, რომელიც ჩვენ გვაქვს. გასვლა ხალხში და ხალხთან დალაპარაკება. არავით არ ბრძოლა არ გვინდა ჩვენ არც ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და არც ოპოზიციის, ეს დროის კარგვაა. დროის კარგვაა ეს. იმიტომ ამათ ჩვენ მექანიზმები აქვს ხელში, ტელევიზიები უჭირავთ ხელში და პირიქით, ესე იგი გამოგიყვანებენ მდგომარეობიდან ისეთ რამეებს გადაცემენ, როგორც აგერ ჩვენ შემოგვიგდებენ ერთ-ორ პიროვნებას რაღაცას და ვეუბნები რომ მოდით
თუ გამოდით პირდაპირ იმაში რამდენიმე მოვიწვიეთ წინა ემაზე აი ხვალ არ ვიქნები ხვალ დასავლეთში მივდივარ და ასე იგი ზეგ 4 შაბათს 5 შაბათს პარასკევს მოდით 4-დან 6 საათამდე ტელევიზიაში ვინც არ იზიარებთ ამ მოსაზრებებს ვისაც რაიმე გაქვთ ცოტა დადიანის 26-ში მეცნიერთა კონგრესის დრო არის 4-დან 6 საათამდე მოდით გამოდით დასვით კითხვა გაგვაკრიტიკეთ გაილაპარაკეთ ის რასაც აქ წერთ იგივე ბატონ აბულაძეს და სხვებს მიმართა მოდით და იქ ილაპარაკეთ ეს და მიიღებთ პასუხს მე ყველას მადლობა მინდა უთხრა ვინც რაღაცაზე მაკრიტიკებს ჯერ ერთი რომ მიხარია ესენი რომ მაკრიტიკებენ უბედურება იქნებოდა რომ ესენი მაკებდნენ და მაგრამ მეორე მნიშვნელოვანია ესენი რომ მაკრიტიკებენ მასდებენ საშუალებას რომ ვილაპარაკო იმაზე რომელზეც არ მინდა თვითონ ლაპარაკი რომ ვინმე მართყვას რომ აი ხედავ თურმე წყალიზე რა კარგი რამე გაუკეთებია მე რომ ვილაპარაკო ის მაგრამ მასდებთ ხო ამის საშუალებას იგივე შუქთან დაკავშირებით კიდე ერთხელ ვიმეორებ წყალს აქცევდნენ ბატონი კუპრავა შვაღამეზე მოვიდა ჩემთან და მითხრა რომ მიშველე რამეო წყალს მაგცევინებენ და მეუბნებიან რომ ხალხს არ მიცეო ახლა მაგალითი რომ ეთქვით რომ ეს ტყუილიაო კონკრეტულ მაგალითს გეუბნებით ხო თელი საქართველოს ალაპარაკდა მაშინ მე რომ მივედი ვარცირგეში და ჩავთე ვარცირგესიდან იყო ეს ბატონი ესე იგი საოცარი პიროვნება ბატონი კუპრავა და რო ჩავთე ვარცირგეში რომ მივედი და რო ჩავთე რატომ თელი დასავლეთ საქართველოს გამორთეს თელი დასავლეთ საქართველოს რატომ ვიტრო ხალხი ფულს არ იხდისო მე ვეუბნები ფულს ვინც გადაიხადა იმას ასერჩით და იმას ნუ გამორთავთ მეთქი არ გააკეთეს მივედი და ამერიკის ელჩი ამით მინდა ამერიკის ელჩი გამოვიდა და თქვა რომ თემურ შაშიაშვილი უნდა დავიჭიროთ მიუხედავად ამისა მე ამერიკის და პრეზიდენტს უთხრა მირეკავს პრეზიდენტ და მეუბნება ასეთი რამე არისო და აი რა გავაკეთოთ გააკეთეთ რასაც გეუბნებათ მეთქი ყველაფერში უსმენთ ამერიკას და მაგაშიც მოусმინეთ მეთქი მაგრამ ერთ რამეს ვითხოვ მეთქი რომ სხდომა ჩაატარეთ თავრობის სხდომა და მოიწვიეთ ესენის შედგა თავრობის სხდომა ბატონებო დღეს აქვს იქ ბატონ კობახიძეს მიმართა გამოიტანე და ნახავთ თქვენ მე რა შემძელი მაშინ როდესაც თავრობის სხდომაზე გამოვიდა დახურული სხდომა შედგა მეათე სართულზე ყველა გუბერნატორი და ყველა ხო ესებოდა ხო ეს ხალხი ცოცხალია დღეს ბატონი მირცხულობა და ყველანი ხო ცოცხლები არიან რომლებიც კაცშვილი ვერ ადგა და ვერ დამიცვა იქ და სიტყვასაც არ მასდებდა შევარნაძე და ძალით ავდექი მივედ ტრიბუნასთან და ვეუბნები გამოვიდა ელჩი იქ ელჩი ამერიკის ელჩი გამოვიდა და თქვა რომ ძალიან დიდ პატივს ემო მე ვიმერეთს გუბერნატორს მაგრამ ამის გაკეთება როგორ შეიძლებაო ესე იგი როგორ შეიძლებოდა იმით ჩართო ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და პასუხისგებაში უნდა მიეცესო მე დავდექი ტრიბუნასთან და უთხარი მე მზად ვარ და სწორად აყენებ თქვენ საკითხს მაგრამ სასამართლო უნდა შედგეს ჩვენი კანონებით კი არა მარტო ამერიკის კანონებითაც მეთქი და მე მივესალმები თუ ამერიკიდან იქნებიან მეთქი როგორც ადვოკატები ასევე ამერიკის სამართალმცოდნეები და ერთი მაინტერესებს მეთქი ამერიკაში რო გამორთავენ თელ რეგიონს რა მდგომარეობაში ჩააყენებენ იმას მეთქი და პასუხისგებაში მისაცემია ყველა ვინც გამორთო მეთქი ის არა ვინც ჩართო არა ვინც გამორთო შევარნაძე მეუბნებოდა არ გინდა მე ვთხარი უნდა ითქვა სათქმელი და ჩამოვედი ტრიბუნიდან თვალებში ვერ მიყურებდა 100-მდე კაცი რომელიც იჯდა დარბაზში ყველაფერი ხო იქ გაქვთ თავრობაში ვინ გაუბედა მაშინ სად იყავით თქვენ ყველანი მაშინ ვინც ლაპარაკობთ ახლა ამერიკაზე მე ამის ამერიკის ზიზღი კი არ მქონდა არასწორად იქცეოდნენ და მე უთხარი მე იმის ელჩი მოვიდა მე ჩემთან და მითხრა თქვენო რას გულისხმობთ და იმას გულისხმობთ მეთქი რომ ამერიკაში აბა ერთი ფული ვისაც გადახდილი აქვს ელექტროენერგია იმას გამოურთეთ და რას გიზამთ მეთქი ესო რაშვაშიაო რატო გამოურთეს მეთქი იმათ ვისაც ქონდა ფული გადახდილი როდესაც ანალიზი გაქვს როდესაც სწორი ხარ ვერავინ ვერ შეგეხება დამიჭირეს ამერიკის ელჩს უნდოდა ვატყობდი რომ შევარნაძესაც უნდოდა ვატყობდი რომ მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულ გუნდსაც უნდოდა დამიჭირეს ვერ დამიჭირეს იმიტომ რომ მართალი ვიყავი ნაიაკაც ვამბობ პირდაპირ რომ ეს ხელისუფლება არ არის მართალი ხალხთან ეს ხელისუფლება არ არის მართალი ეროვნულ იდეასთან წინა ხელისუფლება არ იყო მართალი ხალხთან არ იყო მართალი ეროვნულ იდეასთან ამიტომ საჭირო არის რომ შედგეს ეროვნული თანხმობის ხელისუფლება იმ კონცეფციის მიხედვით რომელიც შემუშავებულია მეცნიერთა კონგრესში ეს არის გამოსავალი გვინდა
მე კიდე ერთხელ ვამბობ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მე სიცოცხლის ფასად ვდგევარ ამ ბრძოლაში. არავითარ უკან დახევა არ იქნება. მე არ წასulis და არც მომავლის არ მეშინია. მაგრად ვიყოთ.